გამარჯობა, რადიო თავისუფლებას უყურებთ. დღეს 18 მარტია, ეს არის პოდკასტი 21:50. მე ვარ ანასტასია არაბული და დღეს ჩემი სტუმარია ფილოსოფოსი ლევან ღამბერიძე. მადლობა ლევან ჩვენთან მოსვლისთვის. ოპტიმისტი კაცის როლზე დაგამტკიცეთ და ესე მოგიწვიეთ, იმიტომ რომ სხვადასხვა მიმართულებით ბევრი ადამიანი შფოთავს იმაზე, რა იქნება მომავალში და ვიფიქრეთ, რომ რაღაცა წერტილის დაფიქსირება და ამის განხილვა იქნებოდა საინტერესო. თქვენთან ერთად, რომელიც რაღაცნაირად ახერხებთ, რომ მაინც ეს იმედის ნაპერწკალი შეინარჩუნოთ ხოლმე. ჩვენი საუბრის ფონი იქნება ერთი მხრივ სასამართლოში მნიშვნელოვანი საქმეების განხილვა, იქნება ეს ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი, რომლის საქმესაც განიხილავენ, ასევე სხვა პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების სასამართლო პროცესები იყო დღეს, ასევე მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო გუშინ, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ დაყადაღდა ყველა იმ ფონდის ანგარიში, რომელიც ეხმარებოდა ერთი მხრივ დაპატიმრებული ადამიანების ოჯახებს და მეორე მხრივ მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება დაჯარიმებულიყვნენ აქციებზე, მათ თავაზობდა ფინანსურ დახმარებას და ასევე პარლამენტში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი განხილვები კანონების, რომლების ნაწილიც აღქმულია, უბრალოდ თითქმის ყველა კანონი აღქმულია როგორც რეპრესიული მანქანის ახალი არაღებად, იქნება ეს ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები თუ თეატრის კანონის ცვლილება, კანონი თეატრის შესახებ ამ კანონის ცვლილება, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის წესს ცვლის. ეგეთია მოკლედ მდგომარეობა. როგორ შეაფასებდით იმას, სადაც ერთი მხრივ ქართული საზოგადოებაა და მეორე მხრივ ქართული ოცნება? ხო, კაი, ის არის ყველანი ერთად ვართ რაღაც საინტერესო წერტილში ჩვენი ისტორიის და არაფერი გასაკვირი არ არის, ანუ თუ იმედზე ვსაუბრობთ, იმედს გვაძლევს ის, რომ ვიცით რაც ხდება და დაახლოებით უნდა ვიპოვოთ ჩვენი თავი ამ ყველაფერში და ანუ აქ იმედი იმის კი არის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ ყველაფერი ისე მიდის, როგორც ვიცით, რომ მიდის. ამიტომ დაახლოებით არ ვიცი, სადღაც რომ მიდიხარ ექსკურსიაზე და რო იცი, რომ 2 საათი დაგჭა კიდე, რა ვიცი, იცი რომ 2 საათი დაგჭა. არ მოვა და შევდები ხვდებ თასთან. მიდიხარ და ნუ მაგზაში ხარ, ამიტომ რახან, ანუ არ იწყებ წუწუნს, რომ აი მალე მივალთ მაგალითად რა, ანუ შესაბამისად თუ ჩვენ და ეგ მოხდა პრინციპში რუსთაველზე მდგომი ხალხისთვის, ამოვარდა ტვინიდან შეკითხვა როდის და დარჩა მხოლოდ ის, რომ ჩვენ უნდა რა და ამიტომ იმასაც ვაკეთებთ, რომ ყოველდღე იქ მივდივართ. ეგ არის რაც უნდა ვაკეთოთ და შესაბამისად კრიტიკა, რომელიც ხშირად ამას მოყვება ხოლმე Facebook-ზე, ხშირად წერენ ხოლმე, რომ აი რაღაც მარშით გინდათ, რომ დიქტატურა დაამარცხოთ, თუ იმითი ხორუმით გინდათ, რომ დიქტატურა არ ვიცი, მე მინდა რომ დიქტატურა დაამარცხო. ცალსახად გამოჩნდა და ეს არჩევანი გაკეთდა, რომ ეს დამარცხება უნდა იყოს უსისხლო. ან ჩვენ არ ავირჩიეთ სისხლიანი დაპირისპირება, რომლის არჩევანიც ჰქონდა, იმიტომ რომ ყოველთვის აქვს ერს აჯანყების უფლება და შესაძლებლობა. უბრალოდ ჩვენ ავირჩიეთ, რომ ეს იყოს მშვიდობიანი ჩვენი პროტესტი და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში რაღაც ფორმები გამოვნახეთ. ერთ-ერთი არის რუსთაველზე დგომა. და შესაბამისად პარალელურად ისიც ვიცით, რომ სანამ ჩვენ თითქოს და უბრალოდ გავართ, რეჟიმი უფრო და უფრო რეპრესიული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დგომაც კი მისთვის არის პრობლემა. და ეს ისე რომ არ იყოს, უბრალოდ დატოვებდა ყველაფერს ისე როგორც არის. ამიტომ ჩვენი იქ დგომა შეიძლება ესე უძრავად გამოიყურება, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფო აპარატი იცვლება მთლიანად და კანონმდებლობა იცვლება მთლიანად, ანუ ძალიან დიდი მოძრაობაა დაწყებული, რომლის ცენტრში ჩვენ ვდგევართ სინამდვილეში, ამიტომ ჩვენ ვაიძულებთ მთავრობას, რომ იმოქმედოს. ეს მოქმედება რეპრესიული არის ცალსახად, ხო? იქნებ მთავრობა ისედაც აპირებდა ამ ყველაფრის გაკეთებას და იქ მდგომი ხალხის მიუხედავად, მაინც ყველა მექანიზმს, რაც შეეძლო პრინციპში არსენალში ქონოდა, ისედაც შემოიტანდა. კი, მაგრამ მაგალითად 5000 ლარი ნიღაბზე თუ 2000 ლარი ნიღაბზე და ქუჩის გადაკეტვის გამო 5 ამას ხო არის ამდა, ანუ ნებისმიერი რეპრესიული რაღაცა ცვლილება, ხო, და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მიდის სპეციფიურად იმ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი რაღაც საზოგადოებრივი წესრიგის მიხედვით, ხო? ანუ ჩვენ ეს ბრძოლა დავიწყეთ და შესაბამისად ესე შეცვალა რეჟიმმა კანონები, ხო? ჩვენ რო სხვა ბრძოლა აგვერჩი ხა ფაიერვერკების სიტყვაზე შეიძლება გერმანია კი და არ არის აკრძალული გერმანიაში. და არც პირბადის ტარება, ხო? გერმანია რატომ მოიყვანა რეპრესიულ ომში, მაგრამ ანუ ეგ აღქმა გაქვთ, რომ პასუხობს კი, რეაგირებს, ხო? რეაგირებს. ანუ თავისი გზით კი არ მიდის, რომელიც ისედაც ესეთი იქნებოდა, არამედ რეაგირების რეჟიმშია. დღეს რაც აკრძალა, ხო, ფონდების სახით და პროკურატურა, რომელიც არის სახელმწიფო ისა ხო, ორგანო, ის ამბობს თავის დასაბუთებაში, რომ ფონდი ეხმარებოდა ოჯახის წევრებს.
ვინ ეკითხება პროკურატურას, ვის დაეხმარება ფონდი და ზოგადად მსჯავრდებულის ან პირის ვინც ბრალდებული არის იმის ოჯახის წევრი, როდის აქეთ არის და მისი ოჯახის წევრის დახმარება, როდის აქეთ არის კრიმინალი, ხო? ამიტომ აი ამ სისულელეებს, რასაც აკეთებს თავის მხრივ, ზუსტად ჩვენი რაღაცა უდრეკი მუშაობა იმაშება ხთურად ვქვია, ხო, წინააღმდეგობა იწევს. ამიტომ ეხა ეს რომ სხვა ქვეყანაში სიტყვაზე პროკურატურა არ სჯის ფონდებს იმის გამო, რომ ოჯახის წევრებს ეხმარებიან, მათ მოუწიათ ამის თქმა, ხო? ამიტომ ეს ფონდები ჩვენი მოვლენა არის, ან ჩვენ მოვიფიქრეთ, ჩვენმა საზოგადოებამ რომ თუ დაგვაჯარიმებთ, აგერ ჩვენ ერთმანეთს გვერდში დაუდგებით ფონდების გავლით, პროკურატურამ რაც უნდა ფონდები დააყადაღოს, ამ ნებას მაინც ვერაფერს ვერ უშვებან. ჩვენ ისევ გვაქვს ნება, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ, ამიტომ ამ ფულს მაინც შევაგროვებთ. ამიტომ ეხა მოუწევთ და მდინარეზე პირდაპირ თქვა, რომ ესო სახელმწიფო ფუნქციის გაუქმება არის, თუ სხვის ჯარიმის გადახდაო. ერთ-ერთმა სხვათა შორის სასურველო პირმა მომწერა, რომ იგივე ლოგიკა შეიძლება გავრცელდეს მაგალითად მღვდელზე, რომელიც წოდებს იმას იზამს, ხო? მოგიტევებს, ხო? ანუ რა ვიცი, ხო, კი თანადგომა არის ქრისტიანული და ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელი რაღაცა ღირებულება და ჩვენ ამ ღირებულებით მოქმედებთ, როდესაც ერთმანეთს ვეხმარებით და ახლა კანონი უნდა მიიღონ, რომ თანადგომა არის ცუდი. პრინციპში ხო, ანუ თუ ესე გავრცელდა ყველაფერი, კი მაგამდე მივალთ, ხო? ამიტომ ისევ ჩვენ შეიძლება ვგავართ რუსეთს რაღაცით ან ვიღაც სერბეთს ან უნგრეთს და კიდე სხვა სისტემებს, რეჟიმებს, მაგრამ ვგავართ რაღაცა ძირითად იმაში, რა ქვია, კონსტრუქციაში, არქიტექტურაში, მაგრამ ეს ნიუანსები აბსოლუტურად ჩვენი არის, ხო? და ამ ნიუანსებში ბევრად უფრო სულელად გამოიყურება მთავრობა, ვიდრე სხვებიც კი, ასე ვფიქრობ, რა, იმიტომ რომ ისევ და ისევ დღევანდელი პროკურატურის განცხადება და გუშინდელი მდინარეძის საოცრება იყო. აი, ეგ ახმა, რომელიც აი თქვენ გაქვთ, რომ სულელურად გამოიყურება ხელისუფლება. თქვენი აზრით, საზოგადოების რამდენად დიდ ნაწილს აქვს, ანუ აი ის რო ხელისუფლება იღებს პრინციპში რიგ შემთხვევებში აბსურდულ კანონებს, ხო? ან ცალსახად რეპრესიულ კანონებს. ანუ აბსურდულში უგულისხმობ მაგალითად ნიღბის გამო, იმიტომ რა ვიცი, ნიღაბი რო კეთებოდა მაგალითად გრიპიან ადამიანს, ამისთვის 3 წელი ვიხვეწებოდით, ხო, მედია, ჯანდაცვის სპეციალისტები და ასე შემდეგ, რომ თუ აცემინებ ჯობს და მაინც გარეთ გამოდიხარ, ნიღაბი გეკეთოს. რეპრესიულში უგულისხმობ, აი არ ვიცი, ეს ნარკოპოლიტიკის კანონი, რომელიც მე მგონია, რომ ოცნების მხარდამჭერების ნაწილშიც კი შფოთს იწვევს, გარდა იმისა, რომ რაღაც ჯარიმებს ზრდის და პატიმრობას და ასე შემდეგ, ვადას პატიმრობის იძულებითი მკურნალობა არც კი ვიცი ბოლოს სად და რა კონტექსტში მოვისმინეთ, ხო? და მეორე მხრივ ვიცით, რომ ნარკო დამოკიდებული ადამიანების მკურნალობა ძალიან ძვირად ღირებული სერვისია, რომელიც ხო რომც გინდოდეს ადამიანს თუ შეიძლება ვერ გაწუდე, ხო, ამას. და აი არ ვიცი, საზოგადოებაში რამდენად აღიქმება ის, რომ ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში სულელური მთავრობის თუ რაღაცა სულელი მთავრობის ან აბსურდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუ მაინც ახლავს ამას რაღაც შიშის და გაფრთხილების მომენტი, რომ იქნებ მე შემეხოს ეს ყველაფერი და ფრთხილად ვიქნები. მან შეცდომა არ დავუშვდეს ჩემს მიერ გამოყენებული სულელი არ ნიშნავს არასაშიშს. ხო, არასაშიშს ან რაღაცა განზრახვა არ აქვს ბოროტული, ხო? ანუ ამ შემთხვევაში უბრალოდ აბსურდი არის უფრო ნორმალური ტერმინი ამის აღსაწერად, ანუ აბსურდამდე უნდა მიიყვანო. სინამდვილეში ეგ კარგი არის, იმიტომ რომ დოჩანაშვილს აქვს რა მგონი კამორაში, აი კატა არის აკრძალული რაღაც თავიდან გიკვირს რა, რატომ, მაგრამ მე აღმოაჩინე რაღაც ხალიჩების პრობლემაა და ნუ ის არის, ხო, მაგრამ ანუ კი, ეგრე უნდა იყოს, აბსურდულობამდე უნდა მიიყვანო და საზოგადოების რა ნაწილზე არის საუბარი, ეგ რთული წესით არ უნდა იყოს, იმიტომ რომ არჩევნები ჩვენ მოვიგეთ, ეგ ვიცით და მაგწმენამ გაგვიყვანა ჩვენ ქუჩაში თავის დროზე. არჩევნების, ანუ წაგებული არჩევნების შემდეგ რეჟიმმა ისეთი რაღაცები გააკეთა, რომელიც არც ერთი ნაბიჯი მის ამორჩეულს არ გაზრდის. შესაბამისად, ცალსახად თუ რამე დინამიკა არის ამორჩევის თვალსაზრისით ან განწყობების თვალსაზრისით, მაგალითად ის რომ აქციების პარალელურად დეკემბერში, მაგალითად იანვარში, როცა დიდი მარშები იყო, ჩვენ ხედავთ, რომ ქალაქი თბილისი კონკრეტულად ძალიან სოლიდარული იყო. პლუს ამას ემატება რეგიონის ქალაქები, სადაც ასევე ძალიან დიდ მხარდაჭერას ხედავთ ხოლმე, ანუ ის ხალხი არა მხოლოდ ვინც მარშზე იყო, არამედ გარშემო რა, ყველა გამლელები და ასე შემდეგ. ამიტომ ამ რაღაც დაპირისპირებას თუ იმას ვერ ხედავთ ჩვენ, ანუ თბილისი იქნება თუ სხვა ქალაქები, მათ მიიღო პროტესტი როგორც ლეგიტიმური. შემდეგ უკვე ძალადობა დაემატა სხვადასხვა, ეხა ეს ნარკოპოლიტიკის ამბავი უბრალოდ ხანდახან ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ხოლმე სხვებისგან განსხვავებით, კითხულობენ კვლევებს.
და დიდი ალბათობით ეს ნარკოპოლიტიკა ამოაგდო, იმიტომ რომ თემა იმაშება, დიდი ხანია ფიგურირებდა, ეს უკვე თქვათ, რა ვიცი, ერთი წელი ალბათ ხდება სხვადასხვა არხით, აი აქ შპრიცი ვიპოვეთ და როდის მიხედავს ამას. ერთი არა, ბევრი წელია, რაც საბავშვო მოედებზე შპრიცებს პოულობ და სადარბაზოებში. და ანუ ალბათ სადღაც რაღაც კვლევამ აჩვენა, რომ კი, მოსახლეობას ეს აწუხებს, გარდა იმისა, რომ ევროინტეგრაცია უნდა და ასე შემდეგ მუშაობა, რაც ვერ აგვარებენ და არ აგვარებენ. ამიტომ გადაწყვეტეს, რომ ფოკუსი ისეთ რამეზე გააკეთონ, რომ თან თავის რაღაც იმიჯი ჩაჯდეს, რომ ჩვენ ტრადიციონალისტ ოჯახ გენოფონდი და რაღაცები იძახონ და თან იდეაში ძნელი საკამათო არის, რომ რა თქმა უნდა ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ რაღაცა სიტუაცია საზოგადოებაში იყოს ნორმალური, ხო? შესაბამისად, ანუ ესეც რაღაცა ცდელობა არის, რომ ხალხის ყურადღება გადმოიტანონ თითქოს უფრო ამაღლებულ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ პირველი ნდობა არ არსებობს არავისთან, რომ ეს ხელისუფლება რამე კანონს მაინც იმისთვის გააკეთებს, საზოგადოებაში ნორმალური სიტუაცია იყოს, ან ნორმალიზება მოხდეს რამე პრობლემის, ან სიტუაციის. და მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ სახელმწიფოებისთვის, ამ ტიპის სახელმწიფოებისთვის, როგორცაც უკვე ფორმირდა, ანუ ქართული ოცნება იქცევა ისე თითქოს არის, რა ვიცი, 2022 წელი და ჯერ კიდევ მას ვიღაცა უყურებს ისე, რომ ნუ აი რა სიზამ ჩაოლებრივი თითქოს პროევროპული მთავრობა. აღარ არის ესე, არის ავტორიტარული სახელმწიფო ჩაოლებრივად გაფორმებული დიქტატურა და შესაბამისად ყველა მიცის, რომ დიქტატურის პირობებში მის ინსტრუმენტად ნარკოპოლიტიკა კაცრი არის ჯოჯოხეთი ჩაოლებრივად და ის იქნება გამოყენებული ბოროტად ყველა შემთხვევაში. ხო, ამიტომ თავის ამომრჩეველსაც მაგიტომ არ აქვს ნდობა, რომ ის იქნება დაცული რა, ამიტომ რომ ისე თავის ამომრჩეველზე საუბრობთ, ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის ციხეს და მათ შორის ნარკოდამოკიდებულება და ადამიანებს ზანხშირად პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებდნენ ხოლმე, ხო, თქვა საარჩევნო უბნებზე გვაქვს ეს ნანახი. და რაღაცნაირად იმის მაგრივად რომ მაგ ხალხისთვის რამე მიეცათ, შეიძლება ვთქვათ, რომ აი შეწყალება აველაში რაც გაგდო იქ იყო ერთ-ერთი უკან დაბრუნება ვალის, ვიღებთ გამძაფრებულ ნარკოპოლიტიკას, ხო? ამიტომ მათი კმაყოფილება წარმგონია, რომ ეხა უფრო გაიზარდოს, ხო? ანუ ყველა გზნობს ამ შიშს და ეს ყველა ამ ყველაში შედის ასევე ქართული ოცნების ამორჩევლის ნაწილიც, ხო? ამიტომ მე არ მგონია, რომ რამეთი შეძლოს ქართულმა ოცნებამ ამ თავის ამ საზოგადოებრივი განწყობების შემოტრიალება, აი ვერაფერი ვერ გააკეთა, მაგალითად, რა ვიცი, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაც კი ვერ აქცია, ისეთ წერტილად. ეს უცნაური პრეცედენტი იყო, როცა მეგონი გათვლა ქონდა სახელმწიფოს, რომ ეკლესიას ეს მოეწონებოდა და ეკლესიამ სრულიად მინიმალური ენთუზიაზმით შეხვდა ამ კი, იმიტომ რომ ეკლესიას ბევრად უფრო დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს დაგროვებული, იმიტომ რომ ეკლესია ამ ფორმით არსებობს ბევრად უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს რეჟიმი ამ ფორმით, ხო? და ეკლესიას აქვს ამბიცია ასევე, რომ ის რეჟიმებს გამოიცვლის და ის თვითონ დარჩება და ეს ამის გამოცდილებაც ისტორიული გვაქვს, ხო? ამიტომ ახლა მაგ თამაშში შეხვიდეთ, როცა იცი, რომ პოლიტიკიდან მოდის ინიციატივა, ყოველთვის იცი, რომ სათავისო იქნება და არა საშენო, ამიტომ მაგას არ წამოეგო, რა თქმა უნდა. ანუ ის რო ეკლესიის ინიციატივა ყოფილიყო, იქ კიდე სხვა რამე იქნება. მაშინ მან უკვე გარკვეოდა ვინ არის დომინანტი ამ შემთხვევაში და მან თან მით უმეტეს, როცა იცი, რომ ამას ივანიშვილი აკეთებს, რომელიც გამოკვეთილი ათეისტი არის და შესაბამისად იცი, რომ არ ვიცი, სხვა რაღაცა მოტივები უნდა კონდეს. პასუხიც ეგეთი იყო პრინციპში, ხო, რომ ანუ ჩვენ შეიძლება ეხა რაღაცაზე შევთანხმდეთ, მაგრამ მე რა იცი რა ხდებოდა. ხო, ანუ ძალიან ისეთი თხილი და მართლაც ჭკვიანური პოლიტიკის პირველი გაჟღერება იყო ამ დონეზე, რომ ვიღაცამ თქვა, რომ ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში. კი, მოგვინდა ლეგიტიმაციის პრობლემა მათგანში. რა ვიცით, რომ ივანიშვილი ათეისტია, ის ხო სხვანაირ ადამიანად წარმოუდგება ხალხს, საბება აშენა. უყვარს ეკლესიაში გამოჩენა დიდი სანთლებით ოჯახთან ერთად და ასე შემდეგ. ხო, მე მგონია, რომ რა ვიცი, რელიგიას ვინც იცნობს, მოდი ეს თქვა რიტუალში მონაწილეობა არ განსაზღვრავს ღმერთის რწმენის კოეფიციენტს და ეს თავად ეკლესიურმა ხალხმა ყველაზე ძალიან კარგად იცის, ხო? რა ვიცი, მაგალითად მაფიოზური ფილმები თუ ვინმე საქმე ნახი, ყველა მკვლელი მე ინანიებს ხოლმე იმასთან. მის ბიძაშვილ მამაობელთან, პადრესთან და ისიც უნდობს იმით. კი, რა თქმა უნდა, ხო, ნუ რა სიზა. ამიტომ ეხლა რიტუალურ დონეზე ვინ როგორ არის ჩართული, პირობითად როგორ შეიძლება მოდი ესე ვთქვათ, არის რელიგიის მარტივი რაღაცა ბანალური ესეთი გაგება, ჩვენ რა ვთქვათ, რელიგიური ადამიანია სიტყვაზე და რელიგიის ის გაგება, რომელიც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი არის უფრო ღრმა გაგება, ანუ რაც რწმენის შინაგან საკითხი. ამას ვერ გავარკვევთ ჩვენ ახლა ვინ შინაგანად როგორ განიცდის, მაგრამ მინიმუმ რაღაც დოქტრინის დონეზე ვიცით, არსებობს თუ არა პრინციპი და ირღვევა თუ არა ეს პრინციპი სადღაც. ანუ საკუთარ გუშინდელი ისო დაყადაღების კანონი რა ვიყოთ, საკუთარ მოქალაქეებს აუგზავნო თანადგომა
ეს არ არის ქრისტიანული ამბავი. თუ ქრისტიანული კანონები გაინტერესებთ, უნდა ვნახოთ ევროპა და დასავლეთი, სადაც ყველა საფუძვლად ყველა კანონში დგას თანადგომა, თანასწორობა, თავისუფლება, რომელიც არის ასევე ქრისტიანული ღირებულებები. ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა და დასავლეთი, ევროკავშირი ამ შემთხვევაში, როგორც სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობის დონეზე იმ ღირებულებებს, მორალურს, რომელიც არის ქრისტიანობაში ესე ძალიან ესე გაშლილი და გავრცობილი, ხო? ხო და ჩვენ აქ რასაც უყურებთ ესეთი რაღაცა აზიური ტიპის დიქტატურა, არ ჯდება არანაირი მაშინ, რა ქვია, ქრისტიანულ დოგმებში. ამიტომ პლუს ამას ბევრი ამბავი ვიცით, რაღაც ბაობაბებთან დაკავშირებით, ხეების სიყვარული, ქვების სიყვარული, ოკულტიზმი და შემდეგ ცურწმენები, კი, ხო და ეგეც დიდად არ მოდის თანხმდრაში რეალურ ქრისტიანობას. ის რწმენის საკითხზე მეც ბევრს ვფიქრობ ხოლმე განსაკუთრებით, როცა ძალიან დაძაბულია ვითარება და განსაკუთრებით ძალიან სადავო კანონებს იღებენ ხელისუფლები, არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვაგანაც. იმიტომ რაც უფრო კანონი ცილდება თავის პირველად არსს, რომ ან რაღაც სამყარო თუ რაღაც საზოგადოებები მოაწესრიგოს და დაგვიცვას ავი მოვლენებისგან და ზოგჯერ აბსურდი შთაბეჭდილება სტოებს, ზოგჯერ რეპრესიული იარაღის და ასე შემდეგ, ამით უფრო ძნელია რაღაცას მოეჭიდო, ხო, იმიტომ რომ წესრიგი გინდა რა და ერი ადამიანიც არ უნდა იყოს შენ გარშემო და ფაქტობრივად აი რაღაცა 10 მცდების დონეზე ძალიან ისეთი ელემენტარული დაწურული კანონები გრჩება, ხო? არ ვიცი, ეხლაც თუნდაც ეს თანადგომის რაღაცა ბოლომდე თავგანწირვის ბოროტთან დაუღალავად ბრძოლის მაგალითები, პრინციპში ხო არის რაღაცა ქრისტიანული არქეტიპების გამოხმობა. მეორე მხრივ სულ არის რაღაცა ეგ საფრთხე რო არ გადაიჭრა რაღაცა თეოლოგიაში და ყველაფერს რაღაცა ისეთი გარემო არ შემოავლოთ რა ქვია საფარი, რომელიც არ არის, ხო, რაღაც საერო ცხოვრება და ქუჩაში ხალხი დადის და რაღაცა თავისი უფლებებისთვის იბრძვის, მაგრამ ამ კანონების თვალსაზრისით მე მგონია ეგ მნიშვნელოვანი საკითხია, რა გრჩება მაშინ ადამიანს დასაყრდენად, თუნდაც შენი მორალური სიმტკიცისთვის, როცა ხედავ, რომ აი ეს წესრიგი, რომელსაც იცნობდი, რომელიც გეიმედებოდა, კანონი, რომელსაც კანონი ქვია, მაგრამ შეიძლება უკანონო იყოს, სამართალდამცავი, რომელიც წესით უნდა გიცავდეს, აღარ არის ისეთი საიმედო და რთულია ორიენტირდე თან ისე, რომ ეს წესრიგი მეტნაკლებად შეინარჩუნო და თან შენ პრინციპებსაც არ უღალატო, ხო, აი შემოდის მართლა აქ ეს რელიგიური დოგმატები საყრდენად თუ რამე სხვა მორალური სისტემებია კიდე, რომელსაც შეიძლება ადამიანი მაშინ როცა სახელმწიფო არც ისე კარგად ფუნქციონირებს დაეყრდნოს ადამიანი. თქვენ რას ეყრდნობით ხოლმე, არ ვიცი, თქვენ გარშემო ხალხი. ხო, ბევრი სხვადასხვა რამ არისაც გამყარებს რა, ანუ თუ თქვა ბრძოლის მეტაფორას ავიღებ და ვართ მაგაში, რომ ბრძოლაში ვართ და ამას აღწერთ როგორც ბრძოლას და მაშინ დავსაჩეკთო ბრძოლაში რა გვაძლებინებს და ანუ ბაზისურად არის, რა ვიცი, ოჯახის თანადგომა მაგალითად, რომელიც გეუბნებიან, ხო, რა ვიცი, კი, თუ ეგრე უნდა იყოს, ეგრე უნდა იყოს, ხო, ჩვენ ხედავთ მაგალითად ტყვეების ოჯახის წევრებს, როგორ ლაპარაკობენ, როგორ მაგრად დგანან, როგორ ქუჩაში დგანან და როგორ არაპირებენ აი ამ ბინძურ შანტაჟზე დაყოლას, ხო, იმიტომ რომ საკმარისია გატყდეს ან ოჯახის წევრი ან თავად ტყვე რომ მანდ უკვე აბსოლუტურად სისტემა მიაღწევს იმასაც უნდა, ხო? არიან მეგობრები, რომლებიც, ანუ მეგობრობა არ არის რელიგიური ამბავი, ხო, მაგრამ აი ამ შეგულიანება, რომ აბა ფეხზე დადექი, გამაგრდი, ჩარჩი მოგწერს, რომ აბა დღეს აშვებით ბიჭებო და ხარ რა, რაღაცნაირად ისევ რა ბრძოლაში შეიძლება რაღაც მომენტში შეგეპაროს სისუსტე, მაგრამ უცებ ხედავ რომ მირბის რა შენი თანამებრძოლი და მეგობარი და შენც მიყვები მაგას რა. რაღაც გადმოცემების მიხედვით სხვადასხვა ტომებს თავისი ნათესავები მაგალითად ოჯახის წევრები ბრძოლის ველზე მიყავდათ ხოლმე რა. ქალები და ბავშვები და ხო რა უყურებდნენ და იცი რომ მარტო არ ახარ რა სხვანაირად უნდა იბრძოლ. ეხა მაგ იმაში ჩვენ რაღაცები ვთქვით ხო აი ზოგმა ფიცი დადო ზოგმა საჯაროდ განაცხადა რომ ეხა ანუ ჩვენ რეალურად ეგ მომენტი გადავლახეთ უკანმობრუნების როდესაც ჩვენ შეგვეძლო დავნებებულიყავით რა ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ქონდა ეგ მომენტი და სხვათა შორის ეგ საინტერესო არის თუ რელიგიური მას ამბობ ჩემთვის არის აი გეცმანიის ბაღის ლოცვის სცენა როდესაც აი თითქოს მანდ უნდა გადაწყდეს უკვე დაპატიმრების საკითხი ქრისტესი და თუ გახსოვთ მან ქრისტე ტირის და ლოცულობს ხო და ამბობს რომ თუ შესაძლებელია ამარიტი განსაცდელი თუ არა და მე მივიღებ რაც არის გაწერილი და აი თითქოს მან
პაუზა მუსიკში არის ძალიან მაგრა ეგ სცენა და თუ გახსოვთ მუსიკა როგორ გადაწყდება გაბედულებისკენ, აი მსევდიდან გაბედულებისკენ, იმიტომ რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა. ყველა ნაწარმოებში ეს გადაწყვეტილება დგება ხოლმე რა, როდესაც შენ ჯერ კიდევ ორჭოფობ რო რა უნდა ვქნა, ჩვენ ეს ორჭოფობა ქონდა დეკემბერში, ანუ არჩევნების დროს ფაქტიურად თუ გახსოვთ. მოგონი არჩევნების შემდეგი პერიოდი იყო ეს არჩევნებამდე ყველა არავინ არ იცოდა რა მოხდებოდა, მაგრამ ყველამ იცოდა რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ არ იცოდა ჩვენ რა რეაქცია გვექნებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა რომ აი ხალხი წავა, მეც ფიქრობ წავიდე, არ წავიდე და არჩევნები რომ მოხდა, მე იყო ფრუსტრაციის პატარა პერიოდი და შემდეგ უკვე კობახიძის ცნობილი განცხადების შემდეგ, აი მანდ გადავწყვიტეთ ჩვენ რომ ანუ არსად არ წავალთ რა, ეს არის რა უნდა ვიბრძოლოთ რა და ჩვენ ახლა ხალხი ყავს ციხეში რომელმაც თქვა რომ კი ბატონო ვიქნებ, მაგრამ ვიბრძოლებ, ჩვენ ყავს ისევ ნათესავები მათი და ჩვენ ვართ ჩვენ რა, რომელზეც რაღაცები თქვით რომ ჩვენ იმ ხალხს არ დავტოვებთ ქუჩაში, ხო, მაშინ ციხეში, ხო? ხო და ამიტომ ეგ გადაწყვეტილება ახლა მიღებული იქნა, ცოტა უფრო არად ვართ დღეს და თუ გახსოვთ იჩივლა ერთმა ახალმა სახემ ქართული ოცნების ყველა კანონი რომ მას დაავალეს რომ მიეღო, მან თქვა რომ ეხლა ფარაზე რატო არ ნერვიულობთ იმაზე რომ ნერვიულობთ, ეს ხო უფრო მკაცრი არისო და ის ხო უფრო ნაკლებად კაცრი იყო და რატო გადავლახე, ანუ რა ვიცი, სიკვდილი მოგვისაჯეს და ეხლა წარმოიდგინეთ რომ იმაზე გამათრახებაზე ცალკე ვინერვიულობთ, იმაზე უწყლო დატოვებაზე ცალკე ვინერვიულობთ, შუბის შეჭრებაზე ცალკე ვინერვიულობთ და კიდე სხვა რაღაცებს. ჩვენ ვიცით რომ უნდა მოვხდეთ რა და ეხლა რა ვიცი, რაც გინდათ ის მიიღეთ, ხო, ამ სიტუაციაში ვართ. ანუ ჩვენ რეჟიმმა გამოგვიცხადა რომ თქვენი აზრი ჩვენ არ გვაინტერესებს, კონსტიტუცია თქვენთვის არ არსებობს. როგორც ჩვენ ვიტყვით, ისე იქნება რა. აი პროკურატურას მომუნდა ეხლა დახურა ისინი. ჩვენ აღარ გვიკვირს რომ ეს დახურა ეხლა. ხო, მაგრამ ჩვენი მიზანი ხო არა სიკვდილი, არამედ გადარჩენაა. ხო და ჩვენი ადამიანების ხო, ვისაც გვინდა დემოკრატიული დღის წესრიგი გქონდეს ამ ქვეყანაში და კანონების რწმენა დავიბრუნოთ და რაღაცა იქ ხო ვერასდროს ვერ მოხდება სანამ რეჟიმი ამ ფორმით დარჩება რა. ხო და აი ეს გადარჩენა თუნდაც აი მე იმასაც გითხავთ ეს რეჟიმის ბოლო და ამბის ბოლო თუ წარმოგიდგენიათ როგორ, მაგრამ ბოლომდე რო გადარჩე, ესეც ხო ამბავია, შენი მიზანი ხო არა, რომ შუა გზაში დავარდე იმას, რომ ხედავ ხო იქამდე გინდა მისვლა. ხო და მთელი არსიც ეგ არის რა, ჩვენ რაღაცნაირად ბრძოლის დროს პროექცირებას თუ არ ახდენ შენი საკუთარი თავის მომავალში, მავით იმედი საიდან უნდა გქონდეს რაღაცის რა, ანუ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ უკვე ვიცით რომ მან ცოტა ეს ქრისტიანული ამბავი შემოდის რა, ჩვენი ხსნა უკვე დამდგარი არის რა, ჩვენ უკვე დავაყენეთ ეგ ხსნა, როდესაც ვთქვით რომ უარს ვაცხადებთ დანებებაზე უბრალოდ რა. და ამიტომ აქ იმას არ ვამბობ, რომ შეწირულები ვართ იმ გაგებით, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ამ დაჩაგვრით ჩვენი გამარჯვებას მივაღწევთ რა და ეს გამარჯვება რომ აუცილებლად მიიღწევა, რა ვიცი, ბუნების კანონი გვეუბნება მას. ჩვენ მოვესწრებით დიქტატორების სიკვდილს ფიზიკურად რა. შეიძლება ისე თქვა, რომ რაღაცა რამდენი წელი უნდა ვიცოდეთ, კი ბატონო, ხო, ნუ ვისურვებდი რომ ბეროთ პრომაზე მოხდეს. ზოგის 5 და ზოგის 20 და ზოგის 50 ალბათ. ხო, არ გონია რომ 50-ზე იყოს საუბარი, მაგრამ თავარი რაც არის მნიშვნელოვანი და ეს საზოგადოებაზე როცა საუბრობთ რა. ძალიან საზოგადოება ერთმანეთს ბაძავს ხოლმე რაღაცეებში და მათ შორის პრინციპული გადაწყვეტილების მიღების დროს. გიორგობის თვეში არის ესეთი კარგი სცენა, როდესაც ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც არ უჯერებს უფროსებს, ერთ-ერთი ეს ძველი მეღვინე გაიყვანს ტექნოლოგი და ეუბნება ესეთ ძალიან საინტერესო წინადადებას, რომ რა დროს პრინციპებია, ბავშვი ხო აღარ ახარ. ანუ გაიზარდე რა, პრინციპები არ არსებობს. და ამიტომ მე კიდე ეს რომ მოგწონს რომ გიყვირიან, ხო ხედავ, არ გაგივა, დაიჩაგრები. ანუ და თავარი რომ განა მე არ ვიცი რომ მართალი ხარ. უბრალოდ არ გაგივა რა. იდეალურად ასახავს პრინციპში კონფორმიზმი როგორ მუშაობს რა. და ეს კაცი სინამდვილეში ამას კი იძახის, მაგრამ დიდი სიამოვნებით დაუდგებოდა გვერდში. უბრალოდ აი თავის კომფორტი არ აძლევინებს და რატომაც ეჩხუბებიან არის რომ ერთი პრინციპული ადამიანი მთელ დანარჩენ სისტემას გარყვნილს გამოაჩენს როგორც გარყვნილს. ის ერთი ადამიანი რო არ იყოს, არავინ არ შეიმჩნევს საერთოდ იმ ბოროტებას, რომელშიც ცხოვრობ რა. და ზუსტად ეგ არის რა რეჟიმის ამოცანა და რატომაც არის გაგიჟებული ხა ხალხზე რომელიც იქ დგას და რატომაც ითხოვს ესე ძალიან მორჩილებას ბოდიშის მოხდას და ასე შემდეგ რომ თავისიანებს უთხრას რომ ხალხო თქვენ კი რაღაც ნერვიულობთ რომ თქვენ ხართ უპრინციპოები ან თქვენ გეშინიათ აგერ ეს ადამიანი შემცდარი იყო და ამას ჯერ კიდევ აი საბჭოთა კავშირის ხო რაღაც ტოტალიტარული სისტემების სასამართლოებს რო გადახედოთ სასამართლოს ამოცანა ყოველთვის ეს არის მე პაბლიკ აი საჯარო სასამართლოები რაც იყო ხოლმე რა ზოგს იქვეხრედნენ ზოგისთვის იყო საჯარო სასამართლო და ეგ იყო ეს შოუ იმისთვის რომ ყოველთვის ეჩვენებინათ რომ თქვენ არ აქვს პრობლემა თქვენ ის რომ კორუფციაში ხართ ჩამხჩალი იქ რაღაცა მექანიკა და ქვია იმაშობით ხო მაქინატორები ხართ და
ასე შემდეგ, ერთმანეთს მეზობლებს უშვებთ. ეგ არ არის პრობლემა რა, აი ყველა ესეთია. ისიც კი ვინც სადა შებრძოლება, აგერ სასამართლოზე ნახეთ რა თქვა, ბოდიში მოიხადა, თქვა რომ ჩვენი სისტემა ყველაზე კარგია და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ჩვენ რასაც ვაკეთებ და მან ეგ გვაძლევს იმედს რა, რომ ბევრი ადამიანი მაგალითად ახლა უკვე აქციაზე არ ვიცი მოისმინეთ თუ არა, ერთმანეთთან აი ისინი ჯერ ვინც პერიფერიაზე არიან რა, ბევრ ჩემ ნაცნობს ეუბნებიან, რომ რაცა გავიგეთ, თქვით, ჩვენი პროტესტი გამოხატეთ, მე ვეღარ გამოვდივარ რა. და ამ ჩემო მეგობრებმა მაგალითად რო უთხრა, რომ კი ბატონო, შენ ნუ გამოდიხარ, მაგრამ მე გავაგზავნებო, ეგრე არ მოსულაო, ანუ მაშინ უკვე მეც უნდა ვიყო. ანუ მე უკვე იძულებული, შენ თუ ხარ, მეც უნდა ვიყო რა და აი ეს CGUT არის, რომელიც მე ვფიქრობ, რომ დარჩენილ საზოგადოებას ადრე კვირა თქვენებს, რომ ბოლო-ბოლო მოусმინე რა უნდა ამ ხალხს რა. ხო და ამ თვალსაზრისით ეხლა ისე მომავალზე როცა ვფიქრობ, ბევრი სცენარი შეიძლება იყოს, ხო, ინდივიდუალურად შეიძლება ძალიან მაგრა დავიჩაგროთ, როგორც ჯგუფი შეიძლება ძალიან მაგრა დავიჩაგროთ ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცნაირად რო ვიცი საქართველოს ისტორიაში რა როგორ ჩაიწერება, ავიცი, სხვა გმირებს რა აქვთ ხოლმე ბოლო სიტყვები, გარდა იმისა, რომ რაღაცა თავისუფლება მომავალში რა სადღაც, ხო? უმეტესი გმირების ბოლო სიტყვები პრინციპში არც კი ვიცით. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. უილიამ ვოლასის ხო ვიცით? ცოტა გმირია ეგეთ. ამბროს ხელაიასი ხო ვიცით და ასე კი, არა, ხო, ანუ რაც ვიცით ის შთამბეჭდავია. მე ესე ვფიქრობ, რომ არსებობს რაღაცნაირი სათესასოფებ რაღაც რელიგიურ დისკურსში ვარ დღეს, მაგრამ აი მოკვდავი მართლობა და უკვდავი მართლობა, ხო? ანუ თუ ვთქვათ ნაციონალისტური თვალსაზრისით შევხედავთ, აი საქართველო არის უკვდავი წარმონაქმნი რა. ანუ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება. და ამ საქართველოს პერიოდულად ვიღაცები მართავენ ხოლმე. ხან ეს იყო მაგალითად სპარსეთთან აფილირებული საქართველო, ხან იყო ოსმალეთთან, ხან იყო მონღოლების საქართველო, ხან იყო რუსების საქართველო, მაგრამ იყო და საქართველო იყო და დღეს არის დამოუკიდებელი საქართველო. ნუ ხან დაშლილიც იყო. ხან დაშლილიც იყო, ერთიანიც ხო. ანუ რაღაც სხვადასხვა ფორმებს იძენს, მაგრამ რაღაცა რჩება შუაში რა და ეს პერიოდული მართველები ვიღაცები მიდიმოდიან რა. ჩვენ ახლა რასაც წარმოვადგენთ პრინციპში არის ის უსასრულო დონე საქართველოსი რა. იმიტომ რომ საქართველო რო აღმიწერო, ან ვიღაცას რომ მოუყვე საქართველოს შესახებ, ყველა ეს ამბავი საქართველოს შესახებ განხორციელდა დეკემბრიდან მოყოლებული რუსთაველზე. ხო? ანუ ეს იყო თავდადება, ეს იყო თანადგომა, თავისუფლებისთვის ბრძოლა მაგალითად, ხო? ერთ კაცზე ხუთი კაცი მოდიოდა, ესეც იყო. კი, ხო და მე წამოდგომა და ისა ხო, უთანასწორო ბრძოლაში პირიქით ისა ხო? ამიტომ არ ვიცი, ბაჟაფშაველა თუ ილია ჭავჭავაძე თუ რა ხელი დაადეთ ნებისმიერ იმასაც ჩვენ აი ამ უკტავ საქართველოს მივაკუთვნებთ და ჩვენ ვნახავთ მანდ. და ასევე ვნახავთ ყველა იმ ცუდ რაღაცად მაგალითად მურვან ყრუ ადამიან, რომელიც არ შეისმენს შენს ძახილს. ვდგევართ აგერ 100 დღე ვიძახით, არავინ არ გისმენს. ნახეთ რა, ანუ ყველაფერი ნეგატიური რაც არის ამ საქართველოს ისტორიაში, აქ რეჟიმის სახით რა. ხო და შესაბამისად ვინაიდან ჩვენ ამ უკტავ დონეზე ვართ უკვე გასულები, რისი უნდა გეშინოდეს რა. ანუ როგორ შეიძლება წააგო მოკტავ არსებასთან, რასაც დღეს კონკრეტულად ეს რეჟიმი ქვია, ხო? იმიტომ რომ სხვა ბრძოლის დონე არის სინამდვილეში რა და ამიტომ მე მგონი არის მაინც არ ვიცი წაგების წინაპირობები არა, მაგრამ ამ გზაზე მნიშვნელოვანი რისკები, ხო და იმედგაცრუებები, რომლის გარეშეც ალბათ ერთ-ერთი გზა არის და მე მგონია რომ ეს პროცესი განსაკუთრებით ამ ბოლო პროცესს მე ცალკე არ უყურებ რაღაცნაირად ეპიზოდებად, მაგ თუ სეზონებად დაყოფილი და მგონია რომ აგენტების კანონის პირველი გამოჩენის მერე დაიწყო ეს ამბავი, რომელიც ხან მინაულდა ხან გაცხარდა და მაგისი გაგრძელება მგონია მაინც ეს უწყვეტი ასათღიანი პროტესტი, რომელსაც ესე იხსენიებენ ხოლმე, რაც არის 28 ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ ან კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ საქართველოს წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ძალისხმევის გაწევას 2028 წლამდე. და ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონია, ხო არის რაღაცა სახელოვნებო ნამუშევრები, რომელზეც რაღაც ხალხი მე ყვება მისი ავტორები, რომ შედეგი კი არა პროცესი იყო მნიშვნელოვანი და რაღაცა ეს პროცესი იყო თავისთავად ხელოვნება და ასე შემდეგ. მგონია რომ ესეც რაღაცა ეგეთი პროცესია, რომელშიც ბევრი ადამიანი თვითგამორკვევის გზას გადის და რაღაცა ზოგი ძალებს კარგავს, ზოგი ახალ ძალებს ეძებს ადამიანებს და ასე შემდეგ. მაგრამ ხო არის კიდე სხვა სირთულეები, აი თუნდაც იმედგაცრუებები, როცა ვიღაცა გეკონა შენი თანამებრძოლი და მისი იმედი გქონდა და ნუ ისე საშინლად მოიქცა, რომ ახლობელი კი არა, დანახვა არ გინდა მისი. ან ლაპარაკის შეუძლებლობა, როცა სულით და გულით გინდა ვიღაცას აუხსნა, რომ აი ეს ფურცელი ხარი თეთრი, ის გეუბნება, რომ არა, ეს არის წითელი და შენ ახლა მატყუებ, მასზე არაფერი არ წერია. ან თუნდაც ეს
მურმანყრუობა, ხო? იცი რომ ხელისუფალი, რომელიც შენი არჩეულია იმისთვის, რომ შენ გმართოს და ისეთი ქვეყანა შექმნას, რომელიც უსაფრთხო იქნება და ასე შემდეგ, რაღაც დობის მანდატი მიცა საზოგადოებამ, მაგრამ მას არ უნდა გაიგონოს იმ ხალხის ხმა, ვინც მას მიცა ხმა. არა თუ იმ ხალხის ხმა, ვინც მას არ მიცა ხმა, არამედ იმ ხალხის ხმა, ვინც მიცა, ხო? რაღაცნაირად ირღვევა ეს ქსოვილები, რომლის იმედიც ჰქონდა, რაც იცოდი რომ ფუნქციონირებდა თუ ადამიანს უხსნეი რომ თეთრი არის თეთრი წესით უნდა გაეგო ხო და ეხა აღარ ესმის აი იგივე მე ხშირად მსმენია ხოლმე იმ გზაზეც კი რომელიც რუსთაველამდე მიდის ხალხის წუხილი რომ აი სანამ პარლამენტის შენობას არ მიუახლოვდები მილიონნახევრიან ქალაქში საერთოდ არ იგრძნობა რომ ვიღაცა შეწუხებული ამდენი ადამიანი ციხეში ზის და ასე შემდეგ იმიტომ რომ ყველა აგრძელებს თავისთვის ცხოვრებას ხო აი მაგ ჩივილებზე რა პასუხი გაქვთ? არ ვიცი თუ გაქვთ საერთოდ, იმიტომ რომ ყველაფერზე გაქვთ ხო პასუხები. სწორედ აგარჩიეთ ოპტიმისტი ყველა კითხვაზე პასუხის მქონე კაცის როლზე. პირველ რიგში არის ის რომ არაფერი არანორმალური არ ხდება რა, ანუ აი მაგის გაცნობიერება არის მნიშვნელოვანი, რომ დაღლაც ნორმალურია, სასწრაფოთაც ნორმალურია, იმედგაცრუებას ნორმალურია. შიში ყველაფერი, ანუ როგორ შეიძლება რამე ადამიანური არ იყოს ნორმალური. უბრალოდ ჩვენ ამ ადამიანობას ვცდილობთ რომ დავთრგუნოთ ხოლმე რაღაც ანუ ჩვენი კულტურიდან გამის ქრისტიანობა რო ახსენოთ რაღაცები ითვლება ცუდ ადამიანურ თვისებებას რომელსაც უნდა ვებრძოლოთ მაგრამ მათი გამოვლენა თავისთავად ესეც ადამიანური ფაქტორია ეს რომ ვერ დაძრახა ვერავის რა ანუ თავარი მნიშვნელოვანი რაც არის და რასაც ეხა უყურებთ არის ინდივიდუალიზმი რა ანუ ეს რაღაცა მასიდან ის ხო არ არის რაღაც ერთი პარტიის ამომრჩეველი რომელიც ქუჩაში დგას არის ინდივიდები და ეს ინდივიდები უნდა დააკვირდეთ ხო ანუ რაღაცა ჯგუფები ყველას თავის ფუნქცია აქვს რუსთაველზე ზოგისად ანუ ყველამ თავი იპოვა ამ ბრძოლაში აკეთებენ სხვადასხვა რაღაცას მე არ გავაკეთე ზოგმა პოდკასტი დაიწყო ზოგმა სიმღერა ჩაწერა ზოგმა სხვა რაღაც სალამურით დადის ადამიანი და უკრავს სიმღერას ხო ამიტომ ძალიან ინდივიდუალისტური ამბავი მან ვერ ხედავ იმას რომ ერთმანეთს ვთხოვთ რომ ერთ-იგივე რამე ვაკეთოთ რა თუ ერთმა დროში დაიჭირა მე რომის დროში აი მეგონი სევდა იმ ხალხზე ვინც იქ არ არის თორემ ვინც იქ არის მეტნაკლებად განაწილებულია როლების ფუნქციებიც და პასუხისმგებლობებით პოლიტიკაში რა არჩევნების მიღმა პოლიტიკურად აქტიური ხალხი არის უფრო ცოტა ხო რა ანუ ეს ძალიან ნორმალური ამბავია ჩვენ ნახეთ როდესაც იყო ძალიან ცხელი წერტილი ხო დეკემბერში როდესაც ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა ეგ ხალხი ვიცით რომ არის და მეტი არის რომელიც ხვალაც გამოვა როგორც კი აი საჭიროება დადგება მაგრამ სხვა მხრივ აი ესეთი რაღაცა ფაზა ჩვენი ცხოვრების როდესაც ვიღაცებმა გადავდეთ და ვამბობთ რომ საღამოს მე ოჯახისთან ვერ გავატარებ რამდენი დღის არ იქნება და გავატარებ სხვაგან ეგ არის ფასი რომელსაც ვიხდით ამ ჩვენ ბრძოლაში ხო და ძალიან ბევრი ხალხი არის სინამდვილეში ეს არის ძალიან ბევრი ხალხი იმიტომ რომ 12 წლის განმავლობაში ჩვენ გქონდა სულ რაღაც რამდენიმე პერმანენტული აქცია, ბევრად უფრო მოკლევადიანი და ბევრად უფრო ცოტა ხალხის მონაწილეობით რა. და აი ხონდა შეაფასო სიტუაცია, რომ ჩვენ ვართ ეხლა უფრო მეტნი, რომელმაც გადავწყვიტეთ, ანუ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შესაბამისად ეხლა ზოგადად რო დავფიქრეთ მაგალითად ხვდებით თუ არა რამდენი პოლიტიკოსი იბადება ამ პროცესში მაგალითად რა 12 წლის განმავლობაში სულ რასაც ვითხოვთ რომ აი პარტია ეხლა მარტო არის 3 ახალი პარტია დარეგისტრირდა ბოლო 1 თვის განმავლობაში რა მაგრამ მაგათ რო თავი დავანებოთ ეს ხო არის ხალხი არის ერთი მაკედან 2-ში რაღაცა უკვე ადრეც პოლიტიკასთან ახლოს ხალხი გაწევრიან და ერთში აბსოლუტურად თავიდან ხალხი მაგრამ პლუს ამას იკვეთებიან პიროვნებები იმიტომ რომ ზოგადად პოლიტიკის მუღამი რა არის რომ პოლიტიკაში უნდა წინაურდებოდნენ ადამიანები რომლებმაც რაღაცა გაიღეს რა და დაამტკიცეს რომ ისინი საზოგადოებისთვის რაღაც გამკეთებლები არიან საკუთარის ხარჯზე იმიტომ რომ პოლიტიკა ნიშნავს სხვებზე ზრუნვას ჩვენთან პოლიტიკა ეგრე არ იფილტრება ხოლმე იფილტრება არ იცნობ მილიონერი არა მილიონერი აი ამის დალაგება შეგიძლია კომპრომისი შეგიძლია არ შეგიძლია და მაგალითად ახლა რისი კადრება შეგიძლია არის ქართული ოცნების საკადრო პოლიტიკა რა ანუ იკადრებ ამას და კი როგორ არ ვიკადრებ აი ხო და მერაბ კოსტა თავის დროს რო იჯდა მან თქვა რომ აი მე იმისთვის რომ რაღაცა ვთქვი ოღონდ ყველასთვის მე ჩავჯერ ჩემი ცხოვრების ამდენი წელი დავდე და რომ გამოვიდა არ არის გასაკვირი ხალხმა თქვა რომ კი ბატონო აი ხა მოდი და კიდე გამოყვებით ამ საკითხში იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ შენ ფსონს შეხვედე ჩვენ ახლა ვხედავთ ხალხს რომელიც ასევე პატარ-პატარა ფსონებს ჩამოდიან საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე რა ზოგმა სამსახური დაკარგა და ასე შემდეგ ნებისმიერი ეგ ადამიანი ხვალ თუ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს მე როგორც რიგითი ამორჩეველი ან ცალ-ცალკე რომ დააყენო მაგრამ დავიბნევი ვის მიცემ იმიტომ რომ ყველამ დამიმტკიცა მე უკვე როგორც რიგით მოქალაქეს რომ მათ ჩემთვის მათ შორის და ჩემი შვილისთვის რაღაცის კეთება გადაწყვეტილი აქვთ და როგორ არ ვენდო, როდესაც ისინი მეტყვიან რომ ეხლა მომეცეთ პოლიტიკური ძალაუფლება რომ თქვენთვის კიდე რამე გავაკეთო რა მაგალითად ციხეში ეხლა ვინც არის
ისინი არიან მთელი საქართველოსთვის ციხეში და რა თქმა უნდა იმსახურებენ იმას, რომ ასევე მთელი საქართველოს წარმოადგენენ პარლამენტში, მაგალითად რა. ამიტომ აი მაგ ამბავში ვართ ახლა ჯერჯერობით, რაც შეეხება პოლიტიკურად აქტიურ თავიდან საზოგადოებრივ აქტიურ ხალხს. ძალიან საინტერესო ის არის იკაროსის ვარდნა ბროიგელის ნახატი არის ესეთი, რომელიც თავის მხრივ დაწერილი არის, ეხლა ვერასდროს ვერ გავიხსენებ, გუშინ წინ გამახსენა ლევან შატბერაშვილმა ავტორი, რომაელი. და აი ბროიგელთან როგორ არის ხო, რომ ნახატში, რომელიც იკაროსის ვარდნაში თქვენ როგორ თუ არ გაქვთ ეს ნახატი, ნანახი, ელით რომ იკაროსი უნდა იყოს ცენტრში, იმიტომ რომ ის არის მოვლენა, ხო? და ამ დროს ცენტრში არის სამი ფიგურა, ერთი არის მეთევზე, ერთი არის კაცი იმითი გუთნით და არის კიდე ერთ-ერთი აღარ მახსოვს კიდე მეთევზე არის და ეს არის ეგ მახსოვს. მოკლედ იკაროსი სადღაც კუთხეში გდია წყალში და ფეხები აქვს ამოყოფილი მხოლოდ. და ამ იმაშიც ნაწარმოებში ისე არის, რომ აი ეს რომ მოხდა, ამ დროს აი რაღაც მეთევზე თევზაობდა და ვიღაც ადამიანი გუთნით მიდიოდა და მეცხვარე არის, მწყემსი არის ერთ-ერთი, მწყემსიც თავისი წვეწა. ცხოვრება გრძელდება. ანუ სადღაც რაღაცა მოვლენები ხდება და ამას ეფექტი არ აქვს რა, თუ შენ არ ახარ ფოკუსირებული ამაზე და ანუ შენ შეიძლება გვეწყინოს, მაგრამ სამწუხაროდ ესე არის საზოგადოება მოწყობილი, რომ დიდი რაოდენობისთვის პირადი კეთილდღეობა არის ერთ-ერთი ამ დედამიწაზე მოვიმინა იმისთვის, რომ რაღაც ბავშვი გააჩინოს, სახლი ქონდეს, კარი ქონდეს, ხედად დარგოს და ამასაც ეუბნება კულტურა, რომ კი ეგ არის შენი მთელი ამოცანა. ამიტომ დიდად საკუთარი თავის გაცნობიერება მით უმეტეს გაითვალისწინოთ პოსტსაბჭოთა საზოგადოება ვართ, სადაც ისედაც მოქალაქე მკვდარი იყო 70 წლის განმავლობაში, მერე ვინც კი აქტიური მოქალაქე იყო, ისიც ნაწილი მოკლეს, იმიტომ რომ სამოქალაქო ომი დაიწყო და ასე შემდეგ. ამიტომ აპათია პოლიტიკის მიმართ ბუნებრივი არის. რასაც მივახციეთ, აი ამ ფონზე თუ არ არის დიდი მიღწევა, რა ვიცი, მე გამახსენე რა. მაშინ რა არის დიდი მიღწევა, ხო? აი ვიკითხავ, ხო, ამაზე მეც მინდოდა ჩემი რემარკა გამეკეთებინა, იმიტომ რომ ხშირად მესმის ხოლმე ეს და ვფიქრობ რა პასუხი გავცე, ერთ-ერთი პასუხი არის ბევრს ვკითხულობ უკრაინაში ომის მერე დაწერილ წიგნებს, რომელთა ავტორებიც ხშირად მწერლები სულაც არ არიან, ზოგი ჟურნალისტია და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი ესეც წიგნში იყო კიევშიც, რა თქმა უნდა, ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო ჩივილი იმაზე, რომ სადაც ომია, იქ ომია და ვიღაცები მაინც ჩვეულებრივად აგრძელებენ გზას და ეს ავტორი ამბობს, რომ ალბათ ტროაშიც ეგრე იყო, როცა ტროა იწოდა, ტროას პერიფერიებში ადამიანებმა არც კი იცოდნენ რა ხდებოდა, სანამ მათთან არ მივიდა ეს ცეცხლი და მახვილი. და ხომ მე მგონი მაგის გააზრება პრინციპში, რომ ცხოვრების გაჩერება არ შეგიძლია იმის მიუხედავად, რაც არ უნდა დიდი კატასტროფა ხდებოდეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ ეგ გულისწყეთაც ალბათ ძალიან ბუნებრივია, რომ შენ როცა გაიღე ყველაფერი და ვიღაცა არაფერი, ვერ იგებ რატო არის სამყარო, ხო, ეგრე მოწყობილი, რატო არ აღელვებს მას თუნდაც ის, რომ შენ გაიღე ყველაფერი, ან ეს ქვეყანა ხო არ არის რაღაცა, რომლის სერვისებსაც ერთი ჯგუფი იღებს და მეორე არა, უსამართლობაც ყველას ეხება, კეთილდღეობაც და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ის, რაც სახელმწიფოს მოაქვს და აი მაგაზე უფრო რთულია ხოლმე ჩემთვის პასუხის პოვნა, რატო არ აწუხებთ ადამიანებს ის, რაც მათაც ზუსტად ისევე ეხება, თუ მეტად არა, ვიდრე ჩვენ, ხო? ვიდრე სხვას. აი უსამართლობა რატო არ აწუხებთ? რაღაცა ცოდნები თანდაყოლილი არის. არა, საერთოდ არ მგონია, უბრალოდ შესაბამისად მაგალითად ცოდნა იმის შესახებ, რომ თუ ეს მოხდება, მე ეს მოხდება და მე ეს მოხდება, რატო? აი ეს მაგალითად ყველა აი ცოდნა არ არის, მაგის გარანტია ხო არც გაქვს, რომ ახლა ყოველდღე რო რუსთაველზე გავდივარ, ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. გაქვს მაგის გარანტია არ გაქვს. არა, კი, ან ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ სხვა რაცაა, აი მაგალითად ეუბნები ადამიანს, რომ დღეს თუ დააყადაღეს ფონდი იმის გამო, რომ ის ფონდის ფუნქციას ასრულებს, ხვალ ბიზნესი, კერძო ბიზნესი, რომელიც დღეს შენ ამბობ, რომ ბიზნესი ხო არ არის ტერორში, თუ რაღაც ჯერა ტერორში არა, ნახევარ ბიზნესი, ნახევარზე მეტი შემომწირველი არის ქართული ოცნების. ანუ ჩართული არის რა იმასთან, რეჟიმთან თანამშრომლობაში და აბა მოდით სადოს და არ იყოს. და იცი სატელევიზიო ბიზნესი ამის კარგი მაგალითი არა, რა დღეში არის. ხო და შესაბამისად ახლა რო ეუბნები, რომ თქვა ფონდის მერე უკვე კერძოზე გადავლენ, ну, ჩემთვის ძალიან ლოგიკური და სწორი და ისეთი ამბავია. ანუ ხედავ რომ ეგრე იქნება, იმიტომ რომ ფონდამდე მიადგენს სხვა რაღაცებს რა და შესაბამისად, მაგრამ
ისევ აი ეს აღქმა მე მაქვს, იმიტომ რომ რაღაც ბევრი მაქვს საკითხული სხვადასხვა რეჟიმები და რუსეთს იმას უყურებს და როგორ ხდება ესეთი რეჟიმების კონსოლიდაცია. რაღაც წიგნები გვაქვს საკითხული ბოლო-ბოლო რა და ადამიანისთვის სანამ მას აქვს შანსი რომ რაღაცა ლოგიკური მათ შორის საშიშროება არ დაინახოს, აირიდებს მას თავიდან სანამ უშუალოდ მის ხურბზე არ გადმოვა. პირველი ისევ ქრისტიანულ ამბავს გავიხსენებ, ანუ თავად ჩვენ ვამბობთ რომ რატო გვერდში არ გვიდგანან სიტყვაზე, როდესაც მათაც ეხებათ, მაგრამ ქრისტე თავად მისმა მოწაფეებმაც კი ყველაზე კრიტიკულ მომენტში გაყიდეს, ხო? ანუ არც ერთი არ ედგა გვერდში. ამიტომ ეგ დრამაც ჩვენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ კი ხანდახან ესე არის ხოლმე, რომ მარტო გვიწევს ბრძოლა და არ უნდა შეგვეშინდეს. ანუ ჩვენი მთელი საყრდენი ეგ არის. მეორე საინტერესო ასევე არის ის, რომ დიდი გმირებიც კი, მაგალითად ბრეივჰარდი ვახსენე და ბრეივჰარდზე გეტყვით კიდე. სხვადასხვა მელ გიბსონის პატრიოტი აქვს მეორე ფილმი ზუსტად ეგეთივე რა. უილიამ უოლესი, რომელიც არის ძალიან დიდი გამოცდილების მატარებელი და ეკუთვნის შოტლანდიის მართვაში ჩართულობა, იმიტომ მამამისიც იყო წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. როდესაც მიდის ბიძამისთან ერთად და უკან ბრუნდება და მიდიან მასთან შოტლანდიელი მებრძოლები და ეუბნებიან, რომ ბრძოლას ვიწყებთ და გვჭირდება შენი დახმარება, ეს ეუბნება, რომ ჩემი საქმე ეგ არ არის. მხოლოდ ცოლს როცა მოუკლავენ, თუ გახსოვთ, მერე იწყებს ის შურისძიებას პირადს და მერე ეს პირადი შურისძიება გადაიზრდება ქვეყნისთვის ბრძოლაში. და სულ ბოლო სცენა თუ გახსოვთ ასევე, როცა ისყვის თავისუფლებას, ხედავს თავის ცოლს. ანუ ეს შურისძიების მოტივი არსად არ მიდის. მაგალითად ლენინზე ამბობენ, რომ მისი წყენა ცარისტული რეჟიმის მიმართ იყო, როდესაც მისი ძმა დახვიდეს რა, ანუ უნივერსიტეტიდან გააგდეს თვითონაც და ძმა დაუხვიდეს და იყო ძალიან გაბრაზებული ამაზე რა. იმიტომ მანამდე პრეტენზიები არ ჰქონდა. ანუ ეგრე არის სამწუხაროდ ჩვენ უნდა ამოვარდეთ რაღაცა ჩვენი ყოფითი სიტუაციიდან და აი მერე დავიწყოთ აქტიურად ან პირადი წყენის გამო, ან იმის გამო რაღაცა მივხვდით, რომ ჩვენ იდეალებს ვერ დავიკმაყოფილებთ იმ სიტუაციაში, რომელშიც აი ამ ამოგდებულ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ჩემთვის ეგეც ბუნებრივი არის. მე უბრალოდ ველოდები იმ დროს, როდესაც აი ხალხი ამოვარდება თავისი ჩვეულებრივი ნორმალური სიტუაციიდან. საკითხავი ეს არის ზუსტად, რომ მაგრამ ამასობაში ნორმალური ცხოვრების გაგებაც ხო იცვლება. ანუ რაც უფრო ავტორიტარიზმში შედის ქვეყანა, ბიურგერებისთვის ნორმალური ცხოვრება ბევრად უფრო სხვანაირია, ვიდრე დემოკრატიულ რეჟიმში, ხო? ანუ დემოკრატიულ წყობაში. და ხო, ანუ შეიძლება მან მიიღოს ეს ნორმალური ეს გაგება, რომელსაც ავტორიტარული სისტემა თავაზობს და მისთვის არ იყოს ეს პრობლემა. სამი ამბავი არის. თანამართლა აი რაღაცა ისეთი არ მოხდება. მას არ მოგიკლავენ, ქონებას არ წაგართმევენ და არ გადაგასახლებენ. კი, და ეგ რომ მოხდება, ხო და ეგეც გარანტირებულად მოკლედ ეს რომ დავალავ. პირველი ის რომ ჩვენი წარსული არის საბჭოთა წარსული. და ამ საბჭოთა წარსულთან ბრძოლის ისტორია რა. ეს არ არის უბრალოდ ჩვენ საბჭოთა კავშირის არ ვასწავლით, რომ რა კარგი იყო, ჩვენ ვასწავლით, რომ რა ცუდი იყო. და ვასწავლით იმ ხალხის მაგალითზე, რომელიც დაიტანჯა. ჩვენი თავარი დღეები არის 78 წლის ისა, ხო, დედაენის დღე და ასე შემდეგ. ამიტომ რა ვიცი, ისტორიის სახელმძღვანელო სანამ ამ ფორმით იქნება და ესენი ვერ გადაწერენ სხვანაირად. შესაბამისად წარმოიდგინეთ, აი ჩვენ მარტო საბჭოთა კავშირის როგორც მას ცუდ ხალხის მართლობას კი არ იმაშობთ, როგორც სისტემური არასწორი მართლობა, ცენზურა რა არის, მაგას ვასწავლით ბავშვებს და ცენზურა რო ცუდია, მაგას ვასწავლით რა. თუ შენ გინდა რომ გადაწერო ისტორია, ესე ძალიან, მაშინ მართლა რაღაცა ორველიანული ის უნდა კონდეს, ძალაუფლება უნდა კონდეს, ამათ არ აქვს ძალაუფლება რა. ანუ ხვალ რო დაიწყო ისტორიის სახელმძღვანელოების გადაწერა 2028 წლამდე თუ 2030 წლამდე რა გეგმაც მაგათ აქვს, რა ვიცი რა გეგმა აქვს თავში, მაინც ვერ მოახერხებენ იმას, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა რატომღაც დაიჯეროს, რომ ცენზურა კარგია არის მაგალითად რა. რაც არ უნდა უკმაყოფილიყოთ განათლების სისტემით, დღით ჯერჯერობით მაინც არსებობს სახელმძღვანელოები, რომელიც არის ხელმისაწვდომი ბევრი ადამიანისთვის, ხო? ამიტომ ეგ ერთი გარანტია არის რა. და ინტერნეტი ჯერჯერობით ისევ რა. მაგრამ ისევ ინტერნეტი რომ დახურონ ღალატის ისტორიას ვერ შეიტანენ სკოლებში რა, მაინც ვერ შეიტანენ რა. ამიტომ ეგ გამოიწვია რუსეთმა ეგ მოახერხა. ანუ რუსეთმა რიცხაჟზე მოახერხა, იმიტომ რომ ბავშვი რომელიც იტყოდა რომ გონი ესე არ არის, იჭერდნენ თავის ეხა იჭერენ რა, ხო? თავის ოჯახიანად რა და ეხა აქ მაგდონის სიგიჟეზე არ მგონია წავიდა. ხო, მაგრამ რაკაც ხო იყო ის საკანონმდებლო ცვლილება, რომ თუ კი არასრულწლოვანი ბავშვი აქციაზე სამართალდარღვევას ჩაიდენს, მშობლებს დაეკისრება. მაგაზე გეტყვით ეგეთ ამბავს რა. პროპაგანდა და ხანდახან საბჭოთა პროპაგანდაზე ვცხოვრობთ ხოლმე, ან კომბინაციაში რაც ჩემი არ არის, ჰანა არენტი ამბობს რა, რომ მარტო პროპაგანდით ვერ კაჩავ რა, პროპაგანდა უნდა იყოს ძალადობრივ სისტემათან კომბინაციაში. რუსების ძალადობრივი სისტემა რა იყო? იყო გულაგი.
გერმანელებს იყო საკონსტიტუციო ბანაკი. ჩვენ ეხა აი აქ დღეს გვჭირდება მაგ დონის იმისთვის, რომ რუსეთის დონის პროპაგანდა გაკაჩო რა. ანუ შე როცა რაღაც ჩიტაში უშვებ იმას, ნავალნის თუ სადღაც რა, ბელი-ლებეცში რო ჩასვავდა, რო ყინავს, იქ კიდე გაციმბირება კიდე ცალკე მოვლენა არის და პლუს როგორი გარიდებულია სამყაროსგან რა, ანუ ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. მაგაზეც ადრე წუხდი ხოლმე სხვათა შორის, რომ აი გერმანელებმა საგანმანათლებლოდ ის რო საკონსტიტუციო ბანაკები აქვთ და ექსკურსიას დაყავთ ბავშვები, როგორი ეფექტი ჰქონდა და მაგაზეც წუხდი, რომ ჩვენივე შექმნილი ამ საბჭოთა კავშირის საკონსტიტუციო ბანაკში ვერ მიმყავს ბავშვი და რო ვანახო რომ რა ჯოჯოხეთი იყო და ეხლა ვფიქრობ რომ რა კარგი არის რომ შორს იყოს ინამდვილეში, იმიტომ რომ ეს არის ჯერჯერობით გარანტული იმის რომ ესენი აქ მაგას არ გააკეთებენ და ვერ გააკეთებენ, ხო? ამიტომ ხო, მაგას მე მგონი მაინც სხვა ტიპის ძალაუფლება ჭირდება. კი, ეს ხო, ანუ ხო ვიცნობ თან ამ ხალხს რა და ერთი არის ნიუანსი კიდე რა, ანუ იმის იმპერიული ზრახვებისგან განსხვავებით პუტინის იმპერიული, ანუ ეგ სუფთა იმპერიულ ლოგიკაში ჯდება რა, ვიცით რაც უნდა ტერიტორია, მეფეა რა, ხო და აქ არავინ სამეფოს მოწყობას არ აპირებს რა, ტენდერი მოაგებინე და ყველაფერს წამოყვებიან. და რესურსებიც მნიშვნელოვანია, ანუ ეგ კითხვა ხო ხშირად ისმის ხოლმე, რომ თუ რუსეთში გამოვიდა ის რაც გამოვიდა, საქართველოში რატო არ გამოვა? ხო, და ჩემი მესამე პუნქტი იყო, ხო. მაგრამ ნიუანსი რა არის, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, ვირტუალური ძალადობა რა და რეალური ძალადობისგან იმით განსხვავდება ძალაუფლებისგან, რომ სანამ განხორციელდება, მანამდე უფრო რეალური არის რა. აი, ეხლა მანდ არ მომიყვანო, აი ეს რა და რომნები რომ აბა მოდი და რომელი ხარ ხოლმე ხარ სარშვები რა ხომ. მასწავლებლად თუ შეხეთ, გაგიშვებ დირექტორთან. ნუ გავუშვებ იქაც რა ლაპარაკია მეტი არაფერი. ხო, ამიტომ ხანდახან სისტემებისთვის ჯობია რომ ვირტუალობაში დატოვო ძალაუფლება, რომ არავის არ დაანახო რომ სინამდვილეში მისი წონა არ არსებობდა რა. ხო და აი ხა ამათმა რომ ეს რუსული კანონი შემოიტანეს და აი ეხა დარეგისტრირდ ყველანი და არავინ არ დარეგისტრირდა, მაგიტო შემოაქვთ ეხა ფარა და მაგიტო წუხან რომ იმაზე რატო აღარ ნერვიულობთ რა, იმიტომ რომ ამის ზეშინიათ თუ ისევ ხალხმა უთხრა რომ მაშინ ჩამსვი 5 წელი ციხეში იმის გამო რომ აგენტს არ ვირქმევ რა და ეს რომ ხალხმა გააკეთოს მასიურად მართლა მოუწევთ ვიღაცების ციხეში ჩასმა და აი მაგის ყველაზე მეტად ეშინიათ მე მგონია რა, იმიტომ რომ არ არიან მაგაზე მზად. ესენი რომ მზად ყოფილიყვნენ რომ ეგეთ ტიპის ძალადობაზე ბოლომდე წასულიყვნენ, მაშინ უკვე აგენტების კანონის აგენტების კანონში არ იყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, საშიშადეს უფრო გამოიყურება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთი ადამიანიც რო ჩასასმელი გაუხდეთ. აი ერთი ადამიანიც კი აი ამ სიგიჟე მუხლის გამო ეს ხომ პრობლემა იქნება ყველასთან, იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული რომ არ მოეწონებათ რამდენიმე ისეთი ადამიანის ჩასმა, რომელსაც სულ ახსენებენ როგორც არ ვიცი ყველანაირი უბედურების წყარო სამყაროში. მაგრამ საპირისპიროს გეტყვით რა. პირველი გიგი უგულავაძე თქვა ჩემმა მეგობარმა, როდესაც ეხა კიდე დაიჭირეს და უკვე საფრთხე იყო რომ იყოს სისხლის სამართალი და გაუშვებდნენ რაღაცა რამდენი თბილისი მოლთან როცა დაიჭირეს, მეგობარი რომელიც არ არის სიმპათიით განწყობილი ის მიერ თქვა რომ ამასო მგონი მართლა უყვარს ქვეყანაო რა, იმიტომ რომ უკვე მეოთხეჯერ აჭერინებს, ანუ დაიჭირესო რა და 4ჯერ არ ჯდები ციხეში რა, თუ მართლა რაღაცების არ გაწუხებს ხო? პრობლემა. და მეორე იყო გვარამიას საკითხი, იმიტომ რომ გვარამიაზე, აი ხალხი ვინც ქართულად იმას უჭერდა მხარს, ამბობდა რომ რატო დაიჭირეს გვარამია. ვერავინ ვერ გაიგო და ვერც აუხსნეს ამათმა რატო დაიჭირეს გვარამია რა. ანუ არაფერი არ იყო რა. ხო და შესაბამისად ისიც თამაშიც ვერ ითამაშეს, კი იცოდნენ რომ გვარამია ხალხს იზღებოდა. შეიძლება დღესაც არ მოწონს ბევრს, მაგრამ მაგდაჭერით ეკულები ვერ დაიწერეს, რომ აი ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც თქვენ გინდათ. ამიტომ ის ხალხი, ვინც თქვენ დაასახელეთ, უფრო დიდი, იმიტომ რომ მან ქალი კაცი ხო, სხვანაირად დააკვირდით ხო ჩვენ ამ პროტესტს რა, სხვადასხვა რეაქციები აქვს ხოლმე, ხო? თქვათ მზიამაღლობლის შემთხვევაში სხვა რეაქცია აქვს ხოლმე და სხვა ტყვეების შემთხვევაში რატო ცდილობს რომ იმ აქციაზე ქალების დაჭერა არ შეეძლოთ მაგალითად, მაგრამ მაინც ერიდება ხო რუსული. რატო ქალებს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ? კი, მაგრამ აი ყველასთვის თავისი იარაღი აქვს. ხო, მაგრამ შეთქმულება ხო ნახეთ რახან ანსხვავებს, ესე იგი ფრთხილობს, ხო? ანუ რაღაცა იმაში. მაგრამ მეორეც აი რომ ქალებზე იმიტომ ძალადობდა, მაგალითად თბილისი მოლის აქციასთან ერთ-ერთი ახსნა მოვისმინე იქ ყოფი ქალებისგანაც და კაცებისგანაც, რომ მათი თანმხლები კაცები პროვოკაციაზე წამოეგოთ, რომ ხო აი თქვენ ქალებს ესე ველაპარაკებით და რუსეთ და ბელორუსი ხომ მაგას აბა როგორი კაცები ხართ და იცავთ თუ არა ამ თქვენ ქალებს. ისინი იჭერენ ქალს და კაცს
ანუ მნიშვნელობა არ ანსხვავებენ რა ხო და ჩვენთან მაგიტომ სპეციფიურია რა ჩვენი საზოგადოების ქსოვილი სპეციფიურია. კი, ეგ მეც გონია რომ სპეციფიურია და ესეთი პირდაპირ ანალოგიები არც ბელარუსთან მიუხედავად იმისა რომ სტუდენტობა სულ არის, იმიტომ რეპრესიული რეჟიმები დიდწილად გვანან ერთმანეთს და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებიც გვანან ერთმანეთს, მაინც არის ხო და ეგ მნიშვნელოვანია ალბათ რომ მაგრამ იმაზე მოუბრუნდები, ბევრი ახალი პარტია წარმოიქმნაო და მეტი რა მიღწევა შეიძლება გვინდოდეს ამ ბრძოლის შედეგათო. ახალი ხალხი მართლაც ჩდება, თუმცა მეორე მხრივ სულ არის წუხილი იმაზე, რომ სისტემა, პოლიტიკური სისტემა, რომელიც გვაქვს, რომლის ნაწილიც არის ხელისუფლება, ოპოზიცია და ასე შემდეგ, ამრჩევლებიც მათ შორის და არჩევნების ჩატარების სისტემაც და ასე შემდეგ, არც ისე ხელსაყრელია, არ ვიცი, ბოროტების დასამარცხებლად თუ დემოკრატიის ასაშენებლად, ხო? რამდენად გააქვთ იმის იმედი, რომ ამ ახალ ხალხს ეს სისტემა, თუნდაც აი ოპოზიციური პარტიები ალბათ ქართულ ოცნებაში მათაც არ მოუნდებათ გაწევრიანება, ვინც ქუჩაში დგას და სახისწულები აქვს დამტვრეული აქციებზე დგომის გამო, მიიღებს და სათანადო პლატფორმას მიცემს, არ ვიცი, მისი ხმა გაისმება წინ, იგი იქნება სიაში წინ და ასე შემდეგ. ჯერ კი ეხა ამ ეტაპზე ალბათ ცოტა გულუბრყვილო ჟღერს ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ მანდამდე რომ მივიდეთ სიებამდე და ასე შემდეგ, ჯერ არ ჩანს მოკლედ მაგის საჭიროება, მაგრამ თუ კი ეს ადამიანები გადაწყვეტენ, რომ უნდათ აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა, გარდა იმისა, ვინც უკვე პარტიებში გაწევრიანდა, მათ მორიგი იმედგაცრუება არ ელოდებათ ამ პოლიტიკური სისტემისგან. შეძლებენ შეღწევას და ღირსეული ადგილის ამკვიდრებას აქაც იმის მიუხედავად, რომ თქვენ მათ ნდობას უცხადებთ და სხვა ადამიანებიც. გეორგი ვირგილიუსი იყო ის, ვინც ვერ გავიხსენეთ ახლა. ვირგილიუსი არ არის დასავიწყებელი ხო, კაცი. მაგაზე ვწუხარ. და რაც შეეხება ამას, ჯერ ერთი ეს ხალხი არ მისულა პოლიტიკაში, ანუ რაღაც მოტივებზე ხო შეიძლება ვისაუბროთ, თქვა პოლიტიკოს მოტივი რა შეიძლება იყოს რა და ეს მაქს ვებერს აქვს ფანტასტიკური ტექსტი პოლიტიკა როგორც პროფესია და მოწოდება. გერმანულში ერთი სიტყვა არის ბერუფ ქვია, ერთეგივე სიტყვა. ვისურვებდი საქართველოშიც ესე იყოს, იმიტომ რომ არაპროფესიონალი პოლიტიკოსები მრავლად ყავს. ნახეთ, მან მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკაში შეიძლება წახვიდე რაღაც მოტივები, ან გამდიდრება მაგალითად, ან რაღაცა ქარიზმა გაქვს, რომ გინდა რომ ან ძალაუფლება მოგწონს, ან პირობითად, რა ვიცი, მართლა რაღაც გაკეთება, ძალაუფლება გინდა იმისთვის, რომ რაღაცა სხვა გააკეთო რა. ან პრესტიჟისთვის მაგალითად, რა, უბრალოდ მოგწონს, აი, რასაც უყურებთ ხოლმე, აი, ბას ლეინზე გავიარე და დედაჩემა დამირეკა მითხე ყოჩახ თუ რაღაცა გიყურე, აი ეს. ხო, ძოლი გაუგზავნე. ზუსტად, რა, დიდი კაცი გახდა, აი ეს რა. ხო და ანუ ეგეთ ხალხის რასაც აქ უყურებ ძირითადად ეგ ხალხი არის, ამ ფულის გამო არიან, ამ პრესტიჟის გამო არიან რა, იმიტომ რომ რაღაც მისიისთვის ესენი არ არიან აქ რა. აი, ქვეყანა უკეთესი გახდეს. და სამაგიეროდ ვინც არის რომ ქვეყანა უკეთ გახდეს არის NGO სექტორში მომუშავე ხალხი. იმიტომ რომ ეგ არის ხალხი, რომელიც ამაზე მუშაობდა უკვე წლების განმავლობაში რა. ზოგი განათლების მიმართულებით, ზოგი, რა ვიცი, მიკრო რაღაც ბიზნესის დახმარების და აგრო სექტორის და ასე შემდეგ. აი ხალხი გაერთიანდა ეხა სინამდვილეში. მათ შორის ხალხი იურისტები, რომლებიც არიან, რომლებიც ისეთ ხალხის უფლებებს იცავდნენ, რომელსაც სახელმწიფო ჩაგრავდა, ხო? ამიტომ ეხა ზოგადად პარტიები ყველა რო არ ჩამოთვალო, ნაწილი რო თქვა, ხო, რაღაც სიმონ ჯანაშია სიტყვაზე, რომელიც განათლების სფეროში მაგაზე კომპეტენტური ადამიანი ვინ ვიცით და რამდენია გაკეთებული ერთი თავისი ქმედებით თავის დროზე, როცა განათლების სამინისტროში მუშაობდა და მაგის პარალელურად კიდე, ვთქვათ, სკოლებთან ურთიერთობით და ხალხთან ურთიერთობით, რომელიც ამ სფეროში არის ჩართული, ხო? არ ვიცი. მე მაყურებლისთვის განმარტავ, რომ სიმონ ჯანაში არის თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძემ შექმნა ეს პარტია არჩევნებამდე, ლელოსთან შეკრებილ გაერთიანებაში მონაწილეობდა 2024-ის არჩევნებში, 10%-ამდე მიიღო ამ გაერთიანებამ და რამდენიმე დღის წინ უკვე მოძრაობის სახით იყო მოკლედ ამ გაერთიანებაში, ხო, და რამდენიმე დღის წინ, არ მახსოვს ალბათ უკვე 1-2 კვირა კი არის გასული, მას შემდეგ უკვე პარტიად ჩამოყალიბდნენ. ეს მე მგონი განსხვავებული შემთხვევაა, ესენი უკვე ანუ პარტია შექმნილია. მე გულისხმობ აი იმ ხალხზე, რომელიც ჯერ რომელიმე პარტიაში არ შესულა, მაგრამ შეიძლება გზადაგზა მოუნდეს. არა ახლად შექმნილ პარტიას არამედ, რა ვიცი, ნაციონალურ მოძრაობაში, ახალში, ლელოში, აი დაიმკვიდრებს იქ თავის ადგილს, ეს სისტემა მიცემს მათ საშუალებას, რომ ეგ სისტემამ უნდა მიცეს, პარტიებმა უნდა მიცენ დამკვიდრების საშუალება. პარტიებმა როგორც სისტემის ნაწილმა.
არა, იმიტომ რომ არა ეგრე. მაგ იმას მოდელს ესე აღვიქვა მე პოლიტიკურ ლანდშაფტში არიან ოპოზიციაც თავისი მანკიერებებით და ხო ხელისუფლებას თავისი შესაძლო უფრო დიდი მანკიერებებით. პროცესს უყურებ ესე და რატომაც აძლევს იმედს ანუ ისევ რა იმედიანად რატო ანუ ნებისმიერ ცვლილება სინამდვილეში ჩვენ ვართ მიჩვეული რომ რაღაც ევოლუციურად უნდა ხდებოდეს ხოლმე. სამწუხაროდ ეს არის დიდი აფეთქებები ხოლმე რა ანუ უნდა მოირღვეს რაღაცა და მე თავიდან უნდა აიწყოს რა. ჩვენ პიროვნულადაც ესე ვითარდებით ხოლმე ანუ აი ესე ვიყავი არა აი უნდა რაღაცა დაგემართოს მოხდეს თავში და გადაიაზროს სამყარო. ეს შეიძლება იყოს რაღაცა ადამიანის დაკარგვა, ეს შეიძლება იყოს რაღაც მეგობრობაში რაღაცა კონფლიქტი სიტყვაზე, რომელიც გადაგააზრებინებს მეგობრობის იდეას და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ესე არის, მაგრამ ესე ვიზრდებით რა. და იგივე ხებათ სისტემებსაც რა. ხა წარმოიდგინეთ ჯოჯოხეთური წინადადება, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის უფლებები რომ მთლიანად განხორციელებულიყო როგორც დოკუმენტი და როგორც რაღაცა რეალობა, ხო? მეორე მსოფლიო უნდა გამოგვიარა რა. ანუ ადამიანს უნდა მიეღწია იმ დონემდე, რა ვიცი, ძალადობის და რა დავარქვათ ამას, არაადამიანობის, რომ გვეთქვა ყველას, რომ არა, ადამიანის უფლებები არსებობს და თუ ეს არ იარსებებს, მაშინ ეს მოხდება რა. იმიტომ რომ ძალადობები მანამდეც არსებობდა, ხო, პირველი მსოფლიო ომის მერე რატო ვერ მივედით მაგ წერტილამდე? აი, სამწუხაროდ ეგრე არის რა. ეხლა ჩვენ სიტუაციაზე გადმოვიტანოთ. ეხლა ამ დიდმა აფეთქებამ რაც მოხდა, ხო? საქართველოს ჯერჯერობით როგორც სახელმწიფო შეარყია და შერყეული არის. ან ყველაფერი ჯერჯერობით თხევად მდგომარეობაში არის. დიდ აფეთქებას რას მიიჩნევთ, ამასაც გითხავთ, რომელ კონკრეტულ საბოლოო გადაწყვეტი, ან ჩემთვის ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ არსებობს. ეს არის გაყალბებული არჩევნები და ამას დამატებული უკვე ევროკავშირზე გაწევრიანებაზე უარი. როდესაც თქვეს, რომ უბრალოდ ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, ისე როგორც ჩვენ გვინდა, როგორც ხდებოდა ფეოდალიზმში. ჩვენ მოვიგეთ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალა და აცი გავაკეთებთ ისე როგორც ჩვენ გვინდა. არა ისე როგორც კონსტიტუციაში წერია. ამიტომაც უნდათ კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ საბოლოოდ გადაეწერათ და მიეღოთ ის რაც არის ფეოდალიზმი რა. ანუ ყველაფერი რაც ახლა აკეთებენ და ჯერჯერობით კიდევ აი კონსტიტუცია დაირღვას ვიძახით, გააკეთებდნენ კონსტიტუციურად, იმიტომ რომ ყველაფერს შეცვლიდნენ რა, რა ვიცი, იტყოდნენ რომ ადამიანს არ აქვს უფლებები მაგალითად რა, თუ ის რა ვიცი, დაბადების მოწმობაში მეორე სახელად ბიზნეს არ დაირქმეს, ხო? ანუ ძალიან რეალური ამბავი არის. ამიტომ აი მაგ ამბის მერე ჩვენ როგორც სახელმწიფო აღარ ვარსებობთ იმ სახით როგორც ვარსებობთ. აქამდე როგორ ვარსებობთ? ქონდა რაღაც კონსტიტუცია დემოკრატიული და ქონდა აი მობალანსო ხელისუფლება, რომელიც ამბობდა რომ ხან ევროპა, მაგრამ ცოტა რუსეთიც რა. ხო და ეხლა უკვე ეგ აღარ არსებობს. ამიტომ ეხლა ჩვენ თავიდან გვაქვს რაღაცეებზე შეთანხმება. ანუ ეხლა სანამ აქ მოდიოდი, მაგაც ვფიქრობდი რომ კონსტიტუცია გვაქვს რა რეალურად. და მე არ ვფიქრობდი აგერ არის კიდე ერთი მოძრაობა რომელიც ფიქრობს ამ ახალი კონსტიტუციის დაწერასთან დაკავშირებით. ხო, ანუ, იმიტომ რომ ეგრე არის, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. დათა კიზირია არის, რომელიც ვიცი, ჩემ მეგობარია და აქვს გაერთიანება, ანუ ხდება ხალხს, ოღონდ არჩევნებამდე დაიწყო ეს შეხვედრები, რომ ბოლოს შევთანხმდეთ რა არის ის, რაზეც ვეყრდნობით ხოლმე. ჩვენ როგორც ქართველები როცა ვამბობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობს და მისი იდეა და მეცილად შეიძლება გავიზიაროთ არის, რომ ჩვენ კი გადმოყვა რაღაცა კონსტიტუცია როგორც დოკუმენტი, მაგრამ ის აბსტრაქცია იყო აქამდე და ეხლა უნდა გახდეს რეალობა რა. ანუ იქ რო გვიწერია მოქალაქე, ჩვენ უნდა მოქალაქის ცნობიერება არსებობდეს ადგილზე იმისთვის, რომ თქვას, რომ ხო ეს ჩემზე არის რა და შენ თუ მოქალაქე გეუბნება, რომ არა ძმო მე პატარა კაცი ვარ და იქ გადაწყდება ზემოთ, ის მოქალაქე არ არის სინამდვილეში არის რა ფეოდალური სახელმწიფოს ქვედა სტრატაზე მცხოვრები ადამიანი ხო? სხვა შორის ეგ ძალიან საინტერესოა ქართული ოცნების რიტორიკაში, როგორც ჩაანაცვლა საზოგადოება მაგალითად ხალხმა და მოქალაქე ადამიანებმა და არ ვიცი სახელმწიფო ქვეყანამ და ასე შემდეგ. წლების განმავლობაში მოქალაქე სახელმწიფო და ეგეთი სიტყვები რაღაცა სხვა ცნებებით ნაცვლდებოდა ხო? ხო და ამ აფეთქებას რო დაუბრუნდეთ, ეხლა ამ აფეთქების დროს მათ შორის პოლიტიკური პარტია, ოპოზიციური პარტიებიც რო თქვა, რაღაც შაბლონი იქაც არსებობდა რა. და ნუ ჩემთვის ხშირად აუტანელიც იყო ხოლმე. ანუ უცებ რო აცნობიერებ, რომ შენ რას ტელევიზორში ნანახი გაქვს ერთმანეთს ადამიანები ებრძვიან და ეჭყობებიან, უცებ აღმოაჩენ რომ რავი ძალიანაც ახლობლები არიან სინამდვილეში კამერა რო ითიშება ხოლმე, ხო? და ხვდები რომ რაღაცა თამაშის წესებზე ყველა შეთანხმებული იყო თითქოს და რაღაცა საზღვარს არავინ არ გადადიოდა ხოლმე. ეხლა ეს ახალი ხალხის შედინება სწორედ ამით არის საინტერესო, რომ ეს არის ხალხი, რომელსაც არა აქვს ნათამაშები იმ წესებით, ანუ რა ვიცი 20 წელია ერთ პარტიაში იყვნენ ხალხი და ეხლა უცებ ერთ პარტიაში არ არიან, მაგრამ ისინი ხო სინამდვილეში ერთმანეთს არც ებრძვიან ესე რა.
და უცებ შენ ყავს ხალხი, რომელიც მართლა ვებრძვის, ჩვენ მართლა არ მოგწონს ქართული ოცნება და ვიცით რატომ არ მოგწონს, იმიტომ რომ ისიც გვებრძვის იქიდან, და მე არ წარმომიდგენია რომ მე უცებ აი კამერა რო გავთიშოთ, აქ რაღაცა დებატის შემდეგ დავზე და სახში როგორ ახართ, აი ამაზე ველაპარაკოთ რა და ეს ხალხი რომელიც ეს ახლები არიან რა, არის რესურსი იმისთვის, რომ აბსოლუტურად ახალი მოდელები დამკვიდრდეს, ნამდვილად პოლიტიკური, მაგალითად პოლიტიკური დებატის მოდელი. წარმოიდგინეთ, წარმონაქმნის სახით რუსთაველზე უკვე რამდენჯერმე მოეწყო ყველა ოპოზიციური პარტიის დებატი. სატელევიზიო ვერ შედგა, ინგა გრიგოლია ამაზე წუხდა, თუ გახსოვთ ამას ცოტა ხნის წინ, რომ ეხლა ყველა დავიბარეო და არ მოვიდა, ცალსაკე მოვალთო ყველამ გვითხრაო, ხო? და რუსთაველზე ეს ვნახეთ კიდევ უცნაური დებატების პრეცედენტი ერთი კაცი სამ კაცზე რო იყო. საზმაოზე, ხო, აი ეგ საერთოდ საიდან მოიტანეს, ხო? ხო და ანუ ეს ფორმები, რომელიც იბადება, მათ შორის პოლიტიკაში იბადება რა და ზუსტად მაგალითად აი ახალგაზრდების ამ დონის შედინება პოლიტიკაში არის ბრწყინვალე ამბავი, რაც შეიძლება მართლა რომ უნდა გასახარი არის, იმიტომ რომ ახალგაზრდები როგორ შედიოდნენ პოლიტიკაში აქამდე. თვითმმართველობაში იწყებდნენ, თვითმმართველობიდან მე ის ახალგაზრდულ რაღაც სამსახურში და მე ის სამსახური თვითმმართველობაზე ამასობაში საათი მაჩუკეს, ის მაჩუკეს რაღაცა შემაქო მერმა, მე ბაკურიანში წავიყვანეთ. მე ისავქენი რა ქვია, თვითმმართველობის დისკოტეკაზე ვიყავი გახსნაზე და ასე შემდეგ. და მე უცებ ახალგაზრდულში და მე ახალგაზრდულიდან ხარ პოლიტიკაში, ოღონდ იქ რომ მიდიხარ, ხარ აბსოლუტურად გაფუჭებული რა. იმიტომ რომ იცი იერარქია, იცი ღერძი, იცი რა უნდა გააკეთო, რა არ უნდა გააკეთო და ასე შემდეგ რა და პლუს ნუ აი ძალაუფლება გაქვს ნაჭამი იმ დოზით, რომ ძალიან ძნელია ისე მარტივად გადააგდო მე რა. და უცებ აქ ყავს სტუდენტი, რომელიც ამბობს, რომ ხوار გადაირიეთ, რა ვიცი, ევროკავშირი ან ამბობს, რომ ესე რექტორი არ უნდა იქცეოდეს რა და მიდის და იწყებს იმის კეთებას, რაც თვითონ თulis რომ არის მნიშვნელოვანი. ხო, წინააღმდეგობის გაწევას რა. და უკვე ციხეში მაგალითად. სტუდენტი, რომელიც ხო ანუ ხუთი სხვადასხვა სასამართლო პროცესი გამოიარა. წარმოიდგინეთ, ეხლა ამ რეჟიმმა და მათ შორის ოპოზიციონერებმაც იციან ახალგაზრდებს როგორ ელაპარაკონ, მაგრამ არ იციან ესეთ ახალგაზრდებს როგორ ელაპარაკონ რა. იმიტომ რომ აი უბრალოდ დაუждე უთხრა საათს გაჩუქებ მაგალითად, ხო? ანუ აი მაგიტომ უფრო ეს ახალი სახე ვინც ყავთ რა. აი ჩემთვის ეგ არის განსახიერება ეგეთი ტიპის ახალგაზრდის, აი ფარა რო შემოიტანა და ეს გვარის დასახელება არ მინდა. აი ქართული ოცნებიდან ახალგაზრდას გულისხმობთ. კი ბატონო, ხო და აი მაგას გვარის დასახელება. აუა, რაღაცა მგონია, რომ სადღაც, რა ვიცი, 20 წლის მერე ეგ ვიღაცა იყოს კიდე პოლიტიკაში და მინდა რომ არ იყოს და ამიტომ მინდა რომ საერთოდ არ ვახსენოთ, მაგრამ ხო არ გავუწიეთ პოპულარიზაცია. ხო, გორდულაძე თუ რაღაცა, ხო? ეგ არის. ხო და ანუ ადამიანი რომელსაც ეუბნებიან რომ მოდი აი დავიწყოთ პოლიტიკაში შემოსვლა და იცი რა ვქნათ, შენ 6 კანონი რომელიც არის ჯოჯოხეთი შენივე საზოგადოებისთვის და ჩვენ გინდა რომ შენ თქვა ეს ყველაფერი. არა, კობახიძემ, დინარაძემ რომლებიც აქამდე უკვე გაფუჭებული გვაქვს ბევრი, აი შენ უნდა გააკეთო. ეს ამბობს რომ კი, პრობლემა არის, მოდი დავსხდეთ. მე ვიზამ მაგას, ან მაგიტო ხარ რა გაფუჭებული უკვე პოლიტიკურათაც და ადამიანურათაც, ხო? ხო და მაგას საერთო არაფერი არ ექნება თეატრალური სახეობებთან ან ნებისმიერ სხვა სასწავლებლის სტუდენტებთან და ეგ არის რა. მაგიტომ ამბობ რომ ეს შედინება აბსოლუტურად სხვა იმის არის რა, უკვე მართლა გამოცვლა არის რა, ელიტების შეცვლა ხდება როტაციისგან განსხვავებით, როტაციის დროს ამ ქვემოდან იღებ იმას რა ქვია. ხო, ეს საინტერესო იქნება თუ კი მართლა ესე გაგრძელდება ეს პროცესი და მართლა სისხლის გამოცვლასავით შედეგი ექნება პოლიტიკური რა გვაძლევს იმის უფლებას რომ ესე არ გაგრძელდება. არ ვიცი, ჩვენ ხო იცის სკეპტიკოსი ხალხი ვარ, ჟურნალისტები, ყველაფერს ვაკვირდებით და ვუყურებთ და ვნახოთ აბა როგორი იქნება. თუ რაღაცა ხდება. მე არ ვიცი 400 წელი იყო თბილისი, ხო, რაღაც თურქ-სელჩუკების ტყვეობის ქვეშ, ანუ დრო ისეთი ამბავია, იქ ვინც დგას იმ ადამიანებისთვის ასი დღე ძალიან ბევრია ისტორიისთვის, ძალიან ცოტა ერთი ადამიანის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ და ვნახოთ აბა. მე მაინტერესებს ეგეთი მოკლე კი პასუხიანი კითხვა, თუ ალბათ გაქვთ მაგაზე ნაფიქრი რა რა რჩება რეჟიმის მთავარ სისუსტედ, თუ ხელისუფლების მთავარ სისუსტედ, აი რაღაცა კანონებს იღებს, ხალხს ციხეში სვამს, თავისი დღის წესრიგით ცდილობს ცხოვრების გაგრძელებას, მაგრამ ალბათ მაინც არის ხო რაღაცა, რაც ძალიან აბრაზებს. ხა დღეს ამ პოდკასტის ჩაწერამდე ქუჩაში დავდივით და ვიღებდით აურაცხელი ახალი სათვალთვალო კამერა დაყენებული, როგორც ჩანს ეს თვალთვალის ავნება კვლავ ძლიერია და ნუ ამაზე აყენებს ხო თავის ინსტრუმენტად მიაჩნია. თქვენთვის რა არის ის, რაც საზოგადოებაში ჯერ კიდე აბრაზებს და არ იცის ამაზე რა პასუხი გასცეს? რაზეც პასუხი ვერ უპოვია. დიდათ ეხა მის სისტემებზე ჩვენი პრობლემა ეს არის რაღაც კვლევა იყო, ჩვენი მოსწავლე აკეთებს ეხა ერთ-ერთ ემას მე-12 კლასელი შემაჯამებელ წერის უნდა დაწეროს
ნაშრომი ინფორმირებულ უმცირესობასთან დაკავშირებით მაფიოზობანას მიხედვით არის გაკეთებული კვლევა, რომ ინფორმირებული უმცირესობა ყოველთვის უგებს არაინფორმირებულ უმრავლესობას. და სამწუხაროდ ეხლა მანდ ვართ ხოლმე და აი მანდ ოპოზიციურ პარტიებს ან დიდ იმას ბრალს ვდებ იმაში რომ ეგ შეუძლიათ აკეთონ რომ პოლიტიკის შესახებ უფრო მეტი მოგვიყვნენ რომ ჩვენ ვიცოდეთ რა როგორ ხდება რა. რატო არ აკეთებენ ამას? ოპოზიციის ბრალდებები სულ მაინტერესებს ხოლმე. ვიღაცები მიიჩნევენ რომ ეს არ არის დროული თუ საჭირო, მაგრამ მე მგონია რომ მნიშვნელოვანია. საჭირო კი არ არის, ძალიან დაგვიანებულია და ბევრი სხვადასხვა რამ უკვე შეიძლება, ანუ ბევრი სხვადასხვა ფაქტორი არის, ხა საზოგადოების აღქმებიც არის ერთი მხრივ 12 წელია იმუშავა რეჟიმმა, რომ ოპოზიცია არის ისეთი როგორიც არის. სირცხვილი და მასთან აფილირება არის სირცხვილი და ეხლა ძალიან ძნელი არის ხა ადამიანებისთვის, რომ რატომღაც გახდნენ ამ საზოგადოების გმირები და დრო დაჭირდება ამასთან. გასაგები ამბავი არის ჩემთვის, მაგრამ მაინც არსებობს რაღაცები რის კეთებაც შეუძლიათ რომელიც რაღაცა საზოგადოებას იმ ძარღვს არ გამოკრავს ხელს, რომელიც მათ შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს, ხო, რაღაც ინფორმირებულობა მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რა. ანუ ხალხი დღეს არის ქუჩაში, რომელგანაც ბევრს შეიძლება გუშინ გაგონია, რა ვთქვათ, ევროკავშირი როგორც სისტემა როგორ მუშაობს, აი ამის შესახებ ხო უფრო მეტი გამოცდილება გაქვს, როცა ამბობთ, რომ ევროკომისარი ჩამოვიდა, ვინ არის ეს ევროკომისარი, რას წარმოადგენს და ასე შემდეგ. აი პოლიტიკის შესახებ უფრო მეტი განათლება ხო შეუძლიათ, რომ პოლიტიკოსებმა გაწიონ თავის თავზე, რა ვიცი, ეს რა ფორმით იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეხა ეს ხდება რა, ეგ ანალიზი პოლიტიკის დონეზე და არა უბრალოდ ეხა ჩვენ დონეზე, რომ ეხა მოდი ვკითხოთ ლევანს. მაგრამ შეკითხვა იყო ხელისუფლების სისტემაზე. მე ერთ-ერთი რაც ოპოზიციის ნაწილზე შემიძლია თქვა არის, რომ რიგმა პარტიებმა დაიწყო ეს მეტნაკლებად რეგულარულ რეჟიმში მიმდინარე ამბების გამოხმაურება და მგონია, რომ თუ ეგ გადაეცემათ სხვებსაც და ტალღაცავით გავრცელდება, საინტერესო იქნება, იმიტომ რომ არ ვიცი ეხლა რაღაცნაირად ეგეთი პერიოდია, როცა ინფორმაცია ბევრია, მაგრამ მეორე მხრივ სულ არის რაღაცა სხვადასხვანაირ ინფორმაციაზე შიმშილი და კარგი იქნება თუ ოპოზიცია ამასაც აითვისებს გარდა ამ ტრადიციული მედია არხებისა, რომელიც პრინციპში იციან როგორ აითვისო, ხო. ხო და მან დილას რო იწყებს საინფორმაციო თემას, რამდენიმე საინფორმაციო სამოწმობ ხოლმე, ანუ შეიძლება ერთ და იგივე ამბავზე იყოს. YouTube-ის შემოწმებით ვიწყებ. მე ჩემ ისანი რა ქვია, სატელევიზიო იუმორისტულ შოუებს ვიწყებ ხოლმე, რომ ცოტა ისე ვქნა აზე მოვიდე, მაგრამ მან მნიშვნელოვანი სისუსტეებთან დაკავშირებით, ამიტომ რას ვამბობ რა, რომ მე ვიცი, რომ მათ ისედაც უფრო მეტი იციან ჩვენ შესახებ, ვიდრე ჩვენ ვიცით მათ შესახებაც და ჩვენ შესახებაც და მან ვაგებთ დიდად მთავრობასთან. თუმცა ისევ რა, ეგ არაფერი. ერთ-ერთი რასაც ვატყობ, რომ რაზეც ნერვები ეშლებათ და ამას ეხა კი არა, ვერასდროს ვერ გააკონტროლებენ. ვინაიდან მას რაც საუბრობდით რა, ჩაარტყეს იმ საქართველოს, რომელიც არის საქართველოს შემოქმედი სინამდვილეში. ეს არის მწერლობა, ლიტერატურა, თეატრი, რავი, ტელევიზია, ინტელექტუალური, ანუ ყველაფერი, რაც კი ძვირფას შეიძლება იყოს საქართველოში. იქით გაქვს დარჩენილი რუსული რომანსები, რომელსაც ქართველები ყველაზე მაგრა მღერი ვართ და რუსებს ყველაზე მაგრა უყვართ ქართული ხაჭაპური, რომელიც ძალიან უყვართ. ხო და ხაჭაპურს ჩვენც ვიზიარებთ სინამდვილეში რა, იმიტომ რომ ყველაზე კარგ ხაჭაპურებს იმ რესტორნების მეპატრონები და მზარეულები აკეთებენ, ვინც გაფიცულები არიან და აქციაზე დგანან და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ხარისხში არ შევალ რა. ხო და სამწუხაროდ ეგრე არის რა, რომ კი უნდა შეგვიძლია შევიდეთ კიდევაც რა. ანუ აი ეს როგორც საბჭოთა კავშირმა, აი მიხეილ ჯავახიშვილი, ტიცენტაბიძე, ანუ იმათ დაარტყა, ვინც დღეს არის ჩვენთვის საქართველო, იგივე გაკეთა ქართულმა ოცნებამ. და ყველაზე მეტად რაც აი მონანიებაში როგორც არის რა აი ეს მდაბიო ვიღაცა ბოლშევიკები რომლებიც უცებ აღზევდნენ უცებ რაღაცა მიეცათ ძალაუფლება და სამაგეროდ ვერასდროს ვერ მიაღწევენ იმას რაც მართლა უნდათ არის პატივისცემა და მან დაგებენ ქართული ოცნების რეჟიმი აგებს ყველაზე მეტად იმიტომ რომ ის ვერასდროს ვერ დაიმსახურებს იმ პატივისცემას რომელსაც თვითონ თulis რომ იმსახურებს ოსტოში თუ კარგად დააკვირდებით ხომ ახლა ეგ საბჭოთა კავშირის დროს საინტერესო იყო ხომ აი ყოველთვის პარტიული ფუნქციონერი ბევრად უფრო დაბიო იყო ვიდრე კულტურული ელიტის წარმომადგენელი და ამათ სიმბიოზი აი ნომენკლატურა რაც აკეთებდა ძალიან საინტერესო არის რა თქმა უნდა იმათი ამაყებოდათ ამათთან ერთად ყოფნა რა თქმა უნდა მაგრამ ეგენი ვერასდროს ვერ გახდებოდნენ ესენი რა სესილია თაყაიშვილი იქნებოდა სხვა მათ გარემოცვაში აი სუხიშვილებთან ერთად ყოფი ვიღაცა ტიპი პარტიული რა ყოველთვის თვითონ ეცოდინებოდა იქ იმიტომ არის რომ პარტიული არის იმიტომ თვითონ აფერს არ გაუკეთებია და იმათ მათ იცოდნენ და ისინიც დაცინოდნენ ამას სინამდვილეში რა და
გარანტია რომ ჩვენ ერთად ვიქეიფებთ არის მხოლოდ ის სანამ შენ გაქვს ძალაუფლება რა. იმიტომ როგორც კი ძალაუფლება აღარ ექნება, ის ხალხი თავის თავს მიხედავს, იმიტომ რომ რა ვიცი, სერგო ზაქარიაძე იქნება თუ ჩირგაძე თუ სხვა და სხვა ერთმანეთთან ბევრად უფრო მეტი საერთო აქვს ვიდრე ამასთან, რომელმაც იცის მხოლოდ რაღაცა, არ ვიცი, მე ფერმაში რა. მაგრამ იქნება მცდელობა ზუსტად ის არის, რომ აი ეს ხალხი, რაც პრინციპში საბჭოთა კავშირში იყო, რომ ეს ყველა ის მწერალი, კომპოზიტორი თუ მსახიობი თუ არ ვიცი, რეჟისორი, რომელიც ხელს გვიშლის გავანადგუროთ და დავტოვოთ ის ხალხი, ვინც გვემორჩილება, ხო, არ ვიცი, თუ რემცანა ეგ არის, ხო? ხო, ანუ ეს იყოს ჩვენი კულტურა, იყოს ესეთი მორჩილი კულტურა, ხო? ანუ ის ვინც დგას, იყოს მარგინალიზებული, მშიერი, განდევნილი, ადრე თუ გვიანან ქვეყნინა გაიქცევა, იმიტომ რომ სადმე სხვაგანაც იპოვის პრინციპში გზას ან ციხეში გამოვკეტავთ ან რამე სხვას ვიზამთ, ხო? და საზოგადოებას აი ეს აღქმა, რომ რაღაცა ნაწილისთვის ხო ნორმალურია, შეიძლება ავტოკრატიაც ნორმალი ისდეს, ანუ ეს კულტურა შეიძლება მისაღები გახდეს, ესე არის ცხოვრება ამ ქვეყანამ ბევრი ხნის განმავლობაში, რატო ეხამუშება მას, არ ვიცი, ბულგარული პოეზიის საღამო მწერალთა სახლში, რომელიც ტარდება, ხო, ან რაღაცა მწერლების გარეშე ლონდონის ციგნის ბაზრობაზე წასვლა ტარდება და ხდება და არც არაფერი ამით არ ფუჭდება, ხო, ესე გრძელდება მათი ცხოვრება ამ ინსტიტუციების. რა ქვია, წარსული გამოცდილება გვალაპარაკებს მაგას რა, იმიტომ რომ პირობითად 60-იანების, 70-იანების კულტურული ელიტა საბჭოთა კავშირში აბსოლუტურად სხვა იყო, ვიდრე თქვათ 20-იანი, 30-იანი წლების, ხო? მაგრამ პირველი სტალინი ბევრად უფრო ახალგაზრდა იყო, როდესაც რეჟიმის შექმნა დაიწყო და როცა მოკვდა ხრუშოვიც კი იძულებული იყო რომ ეთქვა რომ აი ეს ციგნები რაღაცები ბოდიში. ხო, მაგრამ უკვე დახოცილი იყო ასობით. კი, მაგრამ მაგას ჩვენ სტალინი არ გმართავს რა, როცა ვსაუბრობთ, კი, რა თქმა უნდა, კი, შეიძლება ყველაფერი შეიძლება მოხდეს და full scale სტალინი გახდეს და დაგხოცოს სულ ყველა რა, მაგრამ ჯერჯერობით მაგის რესურსს ვერ ხედავ, ისევ ვიმეორებ რა. ჩვენ ვიცით რომ პოლიციის შიგნით პრობლემები იყო, ვიცით რომ გდდ-ს შიგნითაც პრობლემები იყო, კაცი წავიდა ერთი რომელიც მაღალ თანამდებობაზე იყო და კიდე კაცმა არის სხვები რამდენად უკმაყოფილებული იქნებოდა, ანუ ჩვენ ეგ ინფორმაცია არ გვაქვს უბრალოდ, მაგრამ ხო ვიცით ზუსტად. მაგრამ ერთი წავიდა ეშმაკის ადვოკატი იქნებოდა და არა 10, ხო ვისურვებდით რომ 10 წასულიყო, ხო ისურვებით, ხო გაგეხარდებოდა. რა თქმა უნდა, ვისურვებთ და გამეხარდებოდა, უბრალოდ იმათ არ ჩათვალეს. ანუ საჯარო მოხელეები უყურებენ მშვიდად როგორ ათავისუფლებენ მათ თანამშრომლებს მხოლოდ იმიტომ რომ პეტიციაზე ხელი მოაწერეს და აგრძელებენ მშვიდად ყოფნას, ეგეც ხო. ისინი არ თვლიან, რომ ჯერ ის წერტილი დადგა, რომლის იქითაც უკან მობრუნება იქნება შეუძლებელი. ჯერ ესე არ თვლიან. ხო და მაგიტომ წარმოვიდგინოთ, რომ მოკლეს 5 მწერალი თუ რაღაცა, ხო? ანუ 9 აპრილი ამით არის რა საინტერესო პარალელი, რომ 9 აპრილზე მოუწიათ რუსების დახმარება გამოიყენებინათ, იმიტომ რომ ქართული პოლიციელი არის და საბჭოთა კავშირის დროსაც კი და ამიტომ დღესაც ვიცით, რომ კი ჩვენ გამხეცებული ხალხი ვნახეთ იქ და აბსოლუტურად ნირწამხდარი და არ ვიცი მე არა ადამიანები, მაგრამ პოლიცია ეგ არ იყო. ეგეც არის რა, პოლიცია ჯერჯერობით ხო, მაგრამ ეგეც თავის ამშვიდება არ არის, ძალოვანებში. ეს არის აღწერა. ეს არის აღწერა, რომელიც რაღაც ფაქტები მაძლევს ამის საშუალებას რა. ჩვენ დავინახეთ და ვიცით, რომ ჯარის გამოყენება ეს პრობლემა იყო რა, თქვათ, იქნებოდა ეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ ჯარზე კიდე სხვა წარმოდგენები გვაქვს ამ ქვეყანაში რა. ქართულ კაცზე გვაქვს სხვა წარმოდგენები ჩვენ ქვეყანაში და დავინახეთ, რომ არ ვიცით რა ხდება, მაგრამ ხარება უკვე ორჯერ იმაში პრობლემები აქვს ჯანმრთელობის, ხო? ამ თელ სიტუაციაში ანუ ხედავთ რომ რაღაცა დინებები იქაც არსებობს, მაგრამ მოკლედ აი იქნებ მართლა ვარჯიშობს ეს ადამიანი და არა შეიძლება ხო რომ ისე იქნებ იმას ვიჯერებთ რისი დაჯერებაც მოგვეწონებოდა და არა ესეთი იგავარაკი კი რა თქმა უნდა ეგ ხო სულ და გახსოვდეს ადამიანს ხო სასურველი რეალურად არ გამოაცხადა იმიტომ რომ მე ორი ის მაგაზე სათქმელი რა პირველი არის იგავარაკი რომ კაცი რაღაცა გდია ძირს და ცხენით გამოვის კაც ჩამოხდება უშველის და ამ დროს ის ჩაარტყავს თავში და აშეხდება ცხენს და გაიქცევა რა. ეს უძახის რომ შეხვალო ქალაქში არავის არ მოუყვევ ცხენი როგორ იშოვეო რა. და მე არ ვიცი გავარაკი როგორ გრძელდება ის მოუბრუნდება თუ სხვა კითხავს რომ რატო უთხარიო, მაგრამ ამბავი არის ის რომ მე არ მინდაო რომ სხვა არავინ არ დაეხმაროსო რა, ანუ თუ გაბაზრდება რომ დახმარების დროს მე გამძარცვეს, მაშინ სხვა ცხენიდან აღარ ჩამოვა რა, ხო და შენ როგორ სამყაროში გინდა ცხოვრება, ეგ არის რა მოღამი რა. ხანდახან კი ჩვენ რაღაცებს ვიჯერებთ ხოლმე, ხანდახან სხვასაც ვაჯერებთ ხოლმე რა. ის რო არის, რაღაცა უყურე ამას მომაკვდავ ადამიანს რო ეუბნები რომ ყველაფერი კარგად არის რა, მატყუარა ხარ ამის გამო ჯოჯოხეთში მოხვდები, ხო ეგრე არ არის რა, ამიტომ რაღაც სიტუაციებში შენ გჭირდება სხვა ტიპის გამხნევებები, რომ ყველაფერი კარგად იქნება, აი ეს რა და ეს ილუზია და იმაში ცხოვრება არ არის რა, უბრალოდ რა ვიცი, ხანეთ ვერ იფუნქციონირებ. და ეს ვერ ფუნქციონირებაზე არის ძალიან მაგარი ფილმი არის, მეც მიკელსონი თამაშობს,
ქვია ადამიანის ვაშლები. რაც არ უნდა თქვა ყველა შემთხვევაში დავასპოილერებ ამბავს, მაგრამ არის აბსოლუტურად ილუზიებში ცხოვრები ადამიანის შესახებ, რომელსაც ცდილობს ნეონაცისტი დაარწმუნოს, რომ მისი მთელი სამყარო არის ილუზია. და ბოლო შეკითხვა არის ის, რომ დაარწმუნებ, რომ ილუზია არის, შენი ცხოვრება უკეთესი როგორ გახდა. აი, და მე სხვანაირად ვითარდება, რომ ესეც სრულიად ილუზორული ადამიანია და ორივენი არიან აბსოლუტურად ილუზორული. კი, ზოგჯერ ძალიან დაღლის ეგეც გეჩვენება, რომ ყველა რეალობა სინამდვილეში ილუზია, ყველა თეორია კონსპირაციის თეორია. ხომ არა, რეალობას და თეორიას რომ დავფრთხო, ნებისმიერი კონცეფცია როგორ არის ილუზია, რა, სილამაზე როგორ არის ილუზია მაგალითად რა. ან ყოჩახ როცა ეგ როგორ არის ილუზია. ანუ თუ იმას გავაცნობიერებთ, რომ სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი კეთილ ილუზიებზე დგას, რომელიც კი არა აუშნოებს ამ ცხოვრებას, ალამაზებს პირიქით და გვაძლევს мотиваციას, რომ უკეთესი მიმართულებით, ანუ რა ვიცი, დილით გამოვიდეთ ხომ, იმიტომ რომ რეალობა აღწერილი რეალობით არ მგონია, რომ მართლა შეიძლება რაღაცა დავიმართოთ, ხო? ანუ რაღაცა გამარჯობათ, რას გევხართ, ეს რაღაც როგორ ხარ, მე ძალიან ცუდად ვარ. სხვათა შორის ძალიან მეზარებოდა მოსვლა ეხლა თქვენთან საუბარი, მაგრამ რას იზამ და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ კი, ეგრე არის. ამიტომ მაგაზე არ ვინერვიულოთ, რომ აღწერებში შეიძლება ზედმეტი მოგვივიდეს. კი, და თუ ეს ჩვენ გაგვაძლიერებს, არის კარგი. თუმცა ისე განსხვავებით პროპაგანდისგან რა, ეს მე ძალიან ადამიანურ რაღაცას ვამბობ რა და პროპაგანდის ამოცანა არის, რა, ჩემი ამოცანა არ არის, რომ ვინმე რამე დავაჯერ, მე ვამბობ, მე როგორ უყურებ სამყაროს და ესე ვხედავ და მაგას გიზიარებთ უბრალოდ, ხო? ხო და მე ის საკითხი რომელიც იყო რას ეხებოდა დავგვიდეთ ხო პატივისცემა რეჟიმი შეძლებს თუ არა იმის იმას ხო შეცვლას იმისას რომ აი კულტურა სწორედ ესეთია საზოგადოება ისე კულტურის გამოცვლას ჭირდება ძალიან დიდი რესურსი და ძალიან დიდი დრო ჭირდება ამას რა აკაკი ბაქრაძე მწერლობის მოთმინილებას როცა აღწერს რა ვიცი 70 წელს რა და ანუ 70 წლის თავზე მივიღეთ ჩვენ რაღაცა X მწერლობა და ამ ხნის განმავლობაში კიდე ძალიან ბევრი ცვლილებები არის. ამიტომ ეგ დავივიწყოთ, რომ კულტურის ესე ამოგდებას და ჩანაცვლებას შეძლებს რამენაირად. პატივისცემა რატომაც არის სისუსტე, საჩანს ხოლმე რა. ყველაზე მეტად მერის გადაღების სამსახური დაძდევს მაგათ რა. ყველა წარწერას სადაც წერია კოდზე ცუდი რამე რა. მე ძალიან უხარისხოთშლიან. ჩემი საყვარელი ჟანრია ეგ ქუჩაში წარწერები, რომლებიც მე იშლება და მე ხელახლა იწერება და ოლეოლა რატო ეწყინა ისე ვიკითხება, შემიძლია ესე გადავცე მე სამსახურის განკარგულების კონცეფტს რუსთაველზე ყველა წარწერას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შავი ლაქებით არის წაშლილი, ყველას ვკითხულობ, აი სულ ყველას. ჩანს და კი, ჩანს. ძალიან ადვილად ამოჩნდა პატია. ძალიან კარგი. და მე მგონი საღებავით მწერლებს უფრო ხარისხიანი აქვს, ვიდრე წამშლელებს, იმიტომ რომ ადათებს ხოლმე სხვა გადათებაზე, სხვანაირად იკითხება. შვენება. ხო და მან მაგით არის. ხო და რატო ებრძვიან ამას, იმიტომ რომ ვერ იმაშვებიან რა, ანუ მაგათ რა უნდათ, ის რომ თან იყვნენ ისინი, ვინც არიან, აი არაფრის შემოქმედები უბრალოდ რა. და თან კონდეთ პატივისცემა მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ პოლიტიკური ძალაუფლება, რა, ფიზიკური ძალაუფლება, ოღონდ ისიც აქვთ. ანუ ნახეთ ვაცლავ ჰაველი რო ხარ რა, შენ შეგიძლია რომ ცოტა ხიფლში ჩავარდე კიდევაც და თქვა რა, აი ვაცლავ ჰაველი ვარ რა. ვაცლავ ჰაველი არც არ გაბედავდა, აი ამ ბასლენზე სირბილს მაგალითად, რა, აი მაგდონეზეც ხო ეგ არის. ამათვის ეგ არის, რომ თან ბასლენზე უნდა ირბინონ, ხო? მაგრამ თან აი რიგიც უნდა დაუთმონ, ოღონდ პარალელურად 0 პოლიტიკური კაპიტალი, ხო, ანუ არაფერი არ უნდა გქონდეთ ზუგს უკან, რაც ამაგ ღირსებას, აი ღირსებასა და პატივს შორისაც განსხვავებაც, აი ღირსება ყველას აქვს რაღაცა ის, ხო, ანუ თვითბოძებული ამბავი არის რა და აი პატივის დამსახურება ჭირდება და აი პატივი არაფრით არ დაუმსახურებიათ, მაგრამ უნდათ რომ გქონდეთ რა. აი რატომ ღერის მამუკამდინარაძე? რატომ ღერის მათიკაშვილი? ზარქუა რატომ ღერის? მოსმენილი გაქვთ მაგათ სიმღერა? კი, ყველა სიმღერა. აი კითხვაზე იმათთან ერთად ვისთან ერთად მღერიან, არ უნდა ბედავდნენ სიმღერას რა. ან პროფესიონალ მომღერლებზე მაქვს საუბარი, მაგრამ ბედავენ რა. აი ზუსტად მაგით, იმიტომ რომ უნდათ მათთან ასოცირება, იმიტომ რომ მან ხედავენ საკუთარ თავს, მაგრამ სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ ეგ ბმა ძალიან ხელოვნური ამბავი არის რა. ხო და აი ეგ აფილიაცია, რომ აი მე თან რომ იცოდეთ მე ვმღერი, იცით, აი თან რა ხალხთან ერთად ვღერი, ხო ხედავ რა ხალხთან ერთად ვღერი. აბა მოდი წაგართვეს პოლიტიკური ძალაუფლება. გააგრძელებს სიმღერას? ან ზარქუა, აი არის ერთი ეპიზოდი მაქვს ნახე, იქ სიმღერა არ იყო საერთოდ რა. ანუ ჩემო თბილის ქალაქო, ბევრი სიმღერა მთავრდება ხოლმე ჩემო თბილის ქალაქო. მან გაბედვა უნდა მაგას რა, იმიტომ რომ ადის ძალიან მაღალ ნოტებს ურტყავ და უნდა რა ვიცი, ზაურბოლქვაძე შვებოდა მაგას და იმის მერე ერთი-ორი კიდე კაცი რა და აი ეს ბედავს რა, ხო და აი მან ჩანს მთელი აი ამ ჯაყოს ხიზნების ჯაყოს ამბავი რა, რომ აი
ვიმსახურება ეკუთვნის. ოღონდ რატო ეკუთვნის? იმიტომ რომ პოლიტიკაში არის რა. ხო და აი მაგის თარგმნა უნდათ კულტურულზე და მაგას ვერ აკეთებენ რა. პირობითად რა ვიცი ხარატიშვილი იქნება ეს თუ კინწურაშვილი იქნება თუ მაგად ვერ დაუდგებიან, ვერასდროს ვერ დაუდგებიან რა პოლიტიკოსებზე გეუბნებით. ეხლა შექმნიან თუ არა თავისებს რა, რანაირად? ანუ წელთა სახს აქვს მაგის ცდილობა რაღაც ლექციათა ციკლი აქვს, რაღაცა თავისი მწერლებს თითქოს აღმოჩენა, მაგრამ კითხველი სხვა რაღაც, ანუ კულტურა სხვანაირი ცოცხალი მაგრამ ისიც ჩანს რომ დარბაზი სავსეა. ბატონო? ანუ ამ წერალთა სახლის ახალი ავტორების აღმოჩენის ფარგლებში ღონისძიებებზე დარბაზი სავსეა ხოლმე, ახალი მკითხველებით. ახალი მკითხველებით? ნუ ხო მკითხველებით. სურათები მართლა ნახი გაქვთ მაგისი? ახალი მკითხველები? ნუ მკითხველებით ხალხის ისა ყველა სკამზე ადამიანი არის ცარიელი არის. ის არის. მან ეხლა ასაკობრივად არ ყოფა არაფერს მაგ. ახალგაზრდები არ ჩანან ხოლმე სხვათა შორის. ჩანან ხოლმე, ძალიან საინტერესო არის. ხო, ანუ ხო და არ ვიცი, შეიძლება ისინი ახალი მკითხველების როლზე არიან დამტკიცებული და ესე არიან ბიჭები. თაობრივად როგორ გადაწყდა ქართული ოცნება versus ჩვენ აქეთ მაგაზე მგონი არ უნდა ვიკამოთ რა, იმიტომ რომ თაობრივად გადატეხილები არიან ძირფესვიანად. ეს ფაქტი არის რა. კულტურულადაც გადატეხილები არიან რა, იმიტომ რომ მაგ ყალბ კულტურაში მონაწილეობა ძალიან გაუჭირდება იმ ახალგაზრდას, რომელიც აბსოლუტურად სხვა ინტერესებით აქვს. კი ცდილობენ რომ რაღაცა, მაგიტომ აი სიმღერაც ალბათ ეგ არის, კი, ჩემზეც იყო ეს ან თვალსაჩინო ლამაზი გოგო ბიჭები რო დადიოდნენ ქართული ოცნების ფლაიერებით. საგანგებოდ ისინი თავაზიანები კეთილგანწყობილები და ასე შემდეგ. მაგრამ რო გამოსჭიოდათ ბრაზი და ზიზღი რო ქონდათ რო ერთი სული ქონდათ რო აი ქალს რომელიც ეკითხებოდა რა წერია მან და რო აი იქვე გაელახათ რა. ხო, ეს არის მე ეს კადრებად აი ქუჩაში დიდად არ შემხვედრიან. ბოლოს სწორედ თაობაზე გკითხავთ, იმიტომ რომ ჩვენთან მოხვედით გაკვეთილიდან, ხო, სკოლიდან და ბევრი წელია სტუდენტებთან და მოსწავლეებთან გაქვთ შეხება და მგონია რომ ეს ხალხი კარგად დასაკვირვებელი და საინტერესო ნაწილია ზოგადად ჩვენი ცხოვრებისაც, საზოგადოებისაც და ყველაფრისაც. და გკითხავთ იმ კონტექსტში, რომ საზოგადოებამ რაღაცნაირად ეს ახალგაზრდობა თუ კი ესე შეიძლება ითქვას, აღმოაჩინა სწორედ მაშინ, რომელსაც მე ამ დიდი აფეთქების საწყის წერტილად მივიჩნევ, აგენტების კანონის პირველად გამოჩენისას, ხო? იმიტომ ეს ბავშვები ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ ჩვენთან ერთად, მაგრამ არავინ არ იცოდა, როგორ ჩაერთვებოდნენ ისინი ქვეყნის ცხოვრებაში, რაღაცა მოულოდნელი იყო, ხო? მათი თავზე ხელაღებულობაც, სიმამაცეც და ბევრი რამე რა, მოკლედ ამ მთელი ხა რაღაც პირველად მაგ დღეებში ვნახეთ, მაგალითად დამწვარი პოლიციის მანქანა და სხვა კადრები, რომელიც მანამდე მათზე უფროსი ადამიანების მიერ მოწყობილ აქციებზე არ გვინახავს მოწყენილად, თუ რა ქვია, ესე პატიოსანი მოქალაქეებით ისხდნენ ხოლმე, მოკლედ ამ აქციებზე წუწუნამდე რომ აი რატო არაფერი არ ხდება და ნუ ამ ბავშვებმა რაღაცა ახალი სახე გააჩინეს აქციის. და არ ვიცი, სულ არის ხოლმე რაღაც მოლოდინი, რომ აი უბრალოდ მან და მე არ მაქვს ყარად ჩამოყალიბებული აზრი. ერთია რომ კარგია, როცა ბავშვები და ახალგაზრდები, ნუ ბავშვები არა სრულწლოვანი ადამიანები ერთვებიან თავიდანვე და ინტერესდებიან ქვეყნის ცხოვრებაში, მაგრამ მეორეა რომ სხვების პასუხისმგებლობას ეს არაფერს არ აკლებს, ხო, ის რომ რაღაც 18 წლის ბავშვები გამოვარდნენ გარეთ და იბრძვიან სხვა ფორმებით, რაღაც 40 წლის კაცს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ თქვას, რომ აი ხა ყველაფერი კარგად იქნება, ხო? აი და თაობაზე მსჯელობაც მე საფრთხილო საქმე მგონია, იმიტომ რომ რაღაც ადამიანები ინდივიდები ვართ და რაღაცა ჯგუფს რომ იმაწერა ხოლმე, მე მაგალითად არ მომწონს და 18 წლის რომ ვიყავ კიდევ უფრო მეტად არ მომწონდა და მაგრამ ალბათ მაინც რაღაცა დაკვირვება შეგვიძლია ხო გქონდეს იმაზე, რით განსხვავდებიან აი 20 წლის მიდამოებში მყოფი ადამიანები 40 წლის მიდამოებში მყოფი ადამიანებისგან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რითი განსხვავდებით ჩვენი მშობლებისგან, ხო? აი რა არის ის, რაც ყველაზე საგულისხმოა, რასაც სწავლობთ პრინციპში ამ თაობისგან და რაც გინდათ, რომ იცოდეს იმ ხალხმა მათ შესახებ, ვისაც ესე ყოველდღიურად პროფესიული საქმიანობა არ აკავშირებს, იმიტომ რომ შვილი მეზობელი შვილი ძმისშვილი შეიძლება გყავდეს სახლში, მაგრამ ესეთი პროფესიულად რო გაქვს მათთან შეხება, მგონია რომ მაინც სხვანაირ დაკვირვებებს აკეთებ. ხო. ანუ ერთ სკოლას ყველაზე მე პერიოდულად სხვა სკოლებსაც ხვდები ხოლმე საჯაროს, არასაჯაროს რეგიონებში. სხვაგან და რამდენიმე ის არის რა პლასტი, ხო, რომ თქვათ, ერთი უნივერსალური ამბავი არის, რომ ახალგაზრდა ადამიანს არისტოტელეს აქვს, რომ ანუ ბევრად უფრო მეტი მომავალი აქვს და უფრო ცოტა წარსული და
ამიტომ სხვანაირი არის ვიდრე თავისუფლებას მეტი. ხო, ანუ ცოტა უფრო სხვანაირად უყურებს და ჩვენ აი დასაკარგი მეტი გვაქვს, ხო, რაღაცა ცოლიშვილი. მეორე მხრივ ფიქრობ, რომ რაღაცა სახლი აი ეს რა. ხო და მეორე მხრივ ისიც გაქვს, რომ ფიქრობ, რომ რა ვიცი 40 წლის ვარ, რავი, რო დავждე ხა და ამბები მოყვე, 5 წელი კი მოყვები რა. სადაც არ უნდა ვიყო, ხო და ეს ამბები ვიცხოვრე რა ამ ამბავში და ხომარ სხვანაირად ხარ ვიბრძოლო ხა და მაგასაც ხედავ. ხო და ახალგაზრდებს არა აქვთ რა იქ ბევრი ამბები მოსაყოლი და ეგ ამბები ეს თელი თავგადასავალი ეგ არის. ხა მაგას დიდი თავგადასავალი ესეთ პოლიტიკურ პროცესში იყო წინა ხაზზე რა შეიძლება იყოს ხო რავი რასაც არ გითხრა ტროას ომი ვახსენეთ და პირველი ის არის ხო ეპიკური ამბავი არის და კი სასყოლო ამბები უდევს მოტივად, მაგრამ სახელმწიფოების ჯახი არის ხო ომი არის რა და ამიტომ ცოტა ეგზოტიკა ბავშვებისთვის უფრო მეტი აქვს რა რაღაცები არ იციან. ჩვენ შიში ვიცით რა არის, ტკივილი ვიცით რა არის და ეს ყველაფერი გვაშინებს კიდევ უფრო მეტად რომ აი აღარ განმეორდეს, იმიტომ რომ მაგათი არა აქვთ რა, ამიტომ ეს უშიშრობა ყოველთვის აცოცხლებს იმ პროცესს, სადაც ახალგაზრდები არიან ჩართულები და მაგით არის მნიშვნელოვანი. ხო, ისევ ამბობ ეს რაც სახელმწიფო არსებობს, ეგრე იყო და რაც ადამიანი არსებობს, ხო, ახალგაზრდა უფრო თავქარიანი არის ამ თვალსაზრისით და უფრო გაბედული. რაც შეეხება თაობებს, რასაც უყურებ, არის ცუდი მახასიათებლიც, კარგი მახასიათებლიც. აი, ცუდებით დავიწყოთ, იმიტომ რომ ცუდები მაინტერესებს არომატიზების კვალ და კვალ. ვერ ხვდები. რამდენად ცუდია? ცუდი არის მე როგორც მასწავლებელს მაგალითად, რავი, 15 წლის წინ ბევრად უფრო მეტი რეფერენსის გაკეთება შემეძლო კლასში. ფილმებზე, წიგნებზე და ეხლა ეგ აღარ შემიძლია. ეხლა ვუყურებთ არაჩვეულებრივ შვიდეულს. თუ შესანიშნავ შვიდეულს. შესანიშნავ შვიდეულს ეხლა ვუყურებთ, ხო და არ ვიცი რა, ანუ მე რო ვიზდებოდი, მეგონა რომ რაღაცა ბაზა არსებობდა რა. აი როგორც ქართველად ყოფნა ნიშნავს რომ რეფერენსები შეგიძლია გააკეთო, ხო? რომ და შენ მიხვდები რაღაცა არ დაიდარდო და რაღაცას გეტყვი და შენ მიხვდები ან რაღაც დათათუშახიდან შენ ხო, აი სავალდებულო საკითხავი ლიტერატურა თუ სავალდებულოდ სანახავი ფილმების სია, მგონი აღარ აქვს. ფილმები ძალიან მნიშვნელოვანი არის და იმიტომ რომ ქართულზე კონცენტრირებული მიხვდით იმის რომ იქაც უდიდესი ზე ადამიანური რაღაცები იძებნება და მაგაზე გადიხარ სულიერი განვითარების თვალსაზრისით ფილმებიც იგივეა ხო ანუ უცხოურ დანიურ ფილმს რო უყურებ და შენთან მოდის ესე იგი იმ დონეზე ხარ რა ხო და ძალიან მნიშვნელოვანია და მაგას ვურჩევდი მშობლებს რომ რაღაცა სეტი გააკეთონ რაღაცა სია და იმას გაყვნენ რომ იქნება ეს ქართული ფილმები თუ სხვა ფილმები იმიტომ რომ მე როგორც ვთქვათ ისტორიის მასწავლებელს წარმოგიდგენთ ანუ ისტორიაში რა ხდება სულ ისტორიაში რა არის ხო ადამიანური ამბები არის ამან ესქნა იმან უღალატა ეს ძმა იყო ეს ბიძაშვილი იყო ეს ყველაფერი ეგ არის ფილმებში რა ბრძოლა ის და ვერეუბნები რომ აი ეხა ნახეთ ეხა ეს რო ზუსტად იმ ფილმში რო ხდება ან იმ წიგნში რო ხდება და გიყურებენ რომ ბოდიში ეგ რომელი არის რა უფრო მეტი წიგნები არ აქვს საკითხული თუ ფილმები არ აქვს ნახეთ ფილმებს კიდე რა უშავს წიგნები უფრო არა იმიტომ რომ ნუ მე სადაც ვასწავლე ჯერ ძალიან ბევრს მეცადინეობენ და ჩვენც გაგება რომ ფილმს უყურე ხა ეგეც გასაგებია მაგრამ ეხლა ჩვენ ხო უბრალოდ აღვწერთ და არ ვაკრიტიკებთ რა ანუ მე როდესაც სკოლაში დავდიოდი თუ სამეცადინეოს ვიშორებდი 2 საათში კი ამათ აქვს რა დრო არა აქვს იმიტომ რომ რაღაც კერძო სიარული არის ის არის ჩემ დროს რაღაც რამდენიმე წელი სკოლა არ იყო საერთოდ ხო ამ შუქი რომ მოდიოდა ხოლმე ვიჯექით უყურებთ ხო ომი იყო რა ამიტომ ჩვენი განათლება წავიდა ფილმებისკენ და სახში რასაც კითხულობდი რა და ამათი განათლება არის სასკოლო ლიტერატურა ამიტომ ვერ ვაკრიტიკებ რა ძალიან მაგრამ უბრალოდ ვისურვებდი რომ თუ სადღაც ეს თავისუფალი დრო არის ნელ-ნელა მშობლებმა ცოტა შეაჩვიან რომ თქვათ 6 საათიანი თავისუფლება და შეიძლება რომ თქვათ რაღაცა ფილმი მაინც ვნახოთ იმიტომ რომ ნიშნულოვანი არის ჩვენი ერთობა როგორც ადამიანების თუნდაც შედგეს ის რაღაცა ბაზაზე საერთოზე უნდა იყოს დაშენებული რა და თუ ყველა ინდივიდუალურად თავის ცოდნები ექნება მე უბრალოდ ერთმანეთთან ვეღარ დაკავშირდებიან რა და ეგ ძალიან ეს არის მაგას ვხედავ რომ არის ნაკლი იგივე ეხება წიგნებს რა იმიტომ რომ ძალიან უჭირდა ფიქრობ რომ ხო მანდაც რა ვიცი მაგრამ ისე უნდა გავიგოთ რომ მშობლებს აქვს ცოტა დრო და ანუ და მე მგონი ინფორმაციის მიღების გზები ძალიან გავალფეროვნდა და მე ჩემს შვილებზე მაგალითად რო წუხარ ხოლმე თან ვფიქრობ რომ პრინციპში ბევრ რამეში ჩემზე მეტი იციან და კი რა უფლებით წუხვარ ანუ არ ვარ ხოლმე თავდევრული ამ ჩემ წუხილებში მაგრამ გასხვავება ძალიან ინფორმაცია რა ანუ ინფორმაცია ჩვენთვის შეიძლება რაღაც უფრო ღირებული იყოს ნაკლებად ღირებული იყოს მაგრამ უბრალოდ რომ ინფორმირებული არის მთავარი ეგ არის რა საბოლოო ჯამში იმიტომ რომ რასაც უყურებ ხოლმე შეიძლება მაგდროულად ხა
და ჩვენ სასკოლო პოპულაციიდან ან სხვა ბავშვებს რო ხვდები ხოლმე შეიძლება ის ლიტერატურა არ ქონდეს საქმე, მაგრამ აზროვნების უნარის განვითარებაზე არის რა აქ ლაპარაკი, რომ თუ შეუძლია გადაამუშავოს რაღაცა X ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის შეიძლება არ იყოს საინტერესო, მაგრამ მისთვის იყოს, ეგ ქნას ჯობია რა. ხო და ანუ ჩემი შვილი 12 წლის არის მაგალითად და რაღაცებს ისეთებს მიკავშირებს, რომელიც მე არ ვიცი, მაგრამ ძალიან სწორი პარალელებია ხოლმე, მაგრამ ჩემი მაგალითი არ იქნებოდა, მაგრამ მისი არის და ოკეი იყოს რა. ხო და ნუ ამ თვალსაზრისით მან ცოტა ხედავ, რომ არ მგონია გაუჭირდეთ რა, იმიტომ რომ სოფლიო მოსახლეობა ალბათ ძალიან უფრო დიდი ხანია ასე არის. ანუ დასავლეთში არ არსებობს აი 100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო. როგორ შეიძლება 100 წიგნი უთხრას გერმანელმა თავის ერს 100 წიგნი, რომელიც იმიტომ რომ მარტო გოეთეს აქვს 100 წიგნი დაწერილი. ეს საბავშვო წიგნები, რომელიც დედას, ბებიას და შვილსაც საკითხული აქვს ერთი და იგივე წიგნები იცვლება ხო სხვა საზოგადოებებში. ხო და ამიტომ ეგ ცოტა ის არის, ანუ იქ ბევრად რომ მკითხველიერი არის მაგ თვალსაზრისით და ну მაგაზე სამუშაო გექნება. თუმცა, რა ვიცი, მე ვიცნობ ჩემს ერთი 5 წლით პატარა გერმანელს, რომელსაც მითხრა Pink Floyd-ი რა არის მაგალითად, ხო? იმიტომ რომ ჩემსაც გასაკვირია, იმიტომ რომ ქართველებს გვაქვს ეს რაღაცა სეტები, ცოტა სხვანაირი ვართ მაგ თვალსაზრისით, ეგ გვიყვარს, რომ ისინი ვართ რა. ყველაფერი გვაქვს საუბრობ Pink Floyd, ვიცი Pink Floyd-ი რა არის ეს. თუ კითხავ ხოლმე, თქვა რო ეს რა წიგნებს კითხულობ, გისაღები ყველაზე რთულებს ხო? კაფკა, დოსტოევსკი და ესენი ულისე მაგალითად. ულისე ჩემი საყვარელი მაგალითი. დიდად ცნობისკიათ არ შეზავება ხოლმე ხო? ඔබსაც მე ვაღიარებ რომ არ მაქვს წაკითხული. გამარჯობა. თამამად შემიძლია. რა ჩვიდათ ხო და იქ ხო არ არის პრობლემა ხო და ეგ წნეხი არ უნდა კონდეთ რა ქვია. არა, ეგ არ არის ხო და ეგ სხვა რაღაცაა. აღიარება შემიძლია ხო? ხო, მასე ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა ლოლიტა მაქვს წაკითხული და კიდე გადავირიე მაგაზე, იმიტომ რომ აბსოლუტურად ასაკობრივად ანუ შეიძლება ულისემ გაისროლოს, როცა ხარ 50-ის უფრო ვიდრე მანამდე. ამიტომ ცოტა წყნარად მოვეკიდოთ ლიტერატურის და ფილმების ამბავს, მაგრამ არსებობს რაღაცა ფილმები და რაღაცა ლიტერატურა, რომელიც ზუსტად ამ ასაკში აი რაღაცა პიროვნული ღერძის ჩამოყალიბების არის. ამიტომ ისევ მე იმასაც არ ვამბობ, რომ ჩვენ რო ვიყავით, ეგ გქონდა ყველას თანაბრად. მინიმუმ ის მაინც ვიცოდით, რა ტეხავდა, რო არ ქონდა წაკითხული. რაღაც ეგ ამბავი იყო რა და დღეს პიროთ უფრო ისე არის. თავისუფლად პრინციპში დემოკრატიზაციის ნაწილია. კი, ხო, მაგიტომ ეს უბრალოდ ცვლილებას აღწერ და არ ვაკრიტიკე. ანუ მე ხა მასწავლებელი ვარ, ეგ არ შემაწუხებდა საერთოდ რა. ანუ უბრალოდ რომ ამბობ, რომ მაგალითი ვერ მომყავს, ეგ მაგიტომ იჭის. მე მიყვარს მაგალითებით რაღაცების გაგებინება რა. ხო, ეგ ერთი. ხო და გახსნილობასაც შეეხება, ანუ რაღაც 10 წელია უკვე ვასწავლი. აქ თორე მანამდე რაღაც კიდე სხვა სკოლაში ვიყავი ხოლმე და ყოველთვის რაღაც მოსწავლეებთან ეგ მქონდა, რომ რაღაც მაწვნიან ინფორმაციას იმ ველიდან, რომელშიც არ ჩემი თაობის ტიპებს მეგობრებს არ აქვთ რა. ანუ ძალიან მეცნიებოდა, ეხა ჯენზი რო უცებ სცენაზე გამოვიდა პოლიტიკურზე და პოლიტიკოსებს ძალიან და კრინჯი რა არის თუ რაღაცა და ამან ვითომ რო არ იცოდა. ოუ რა კატასტროფა და კრინჯი ალბათ სლეი რა არის და ხო და ნუ ეხა მაგას მე ვისმენ ბუნებრივად, ანუ სანამ კლასი დაიწყება ბავშვების ხედან და სლეი და კრინჯი რაღაცებს იძახიან და ბუნებრივად იცი რა, ამ თქვა მუსიკალური ტრენდები და სხვა და სხვა რა. ხო და მე ამოყვინთავს ხოლმე ჩემი ცოლისგან ხვდები ხოლმე რაღაც 2 თვის მე უცებ ჩემი ცოლი რაღაცა კლიპს მაჭო. აი ნახე რა სიმღერა პოპულარული და ჩვენთან უკვე სკოლაში აღარ უსმენენ მაგ სიმღერას, იმიტომ რომ მოძველებული არის რა. ამიტომ ასაკში ძალიან გვიან ამოდის და სკოლაში რო ხარ ძალიან ისე გიწევს. მაგრამ მე ვინაიდან რაღაცა პედაგოგიური თვალსაზრისითაც ეს დისტანცია ძალიან მცირე მაქვს რა ბავშვებთან. აი რაღაცა ტრადიციონალური რაღაცა ისეთი რო იყოს რა, იმაში რო არის Dead Poets Society-ში რო სკოლა არის, მან შეგეძლო აი ბაკენბარდები მოუშვეს თუ რაღაცა რა და ჩვენ ვინაიდან სკოლაც ეგეთი მიმღებლობით, მაღალი მიმღებლობით გამოირჩევა და მეც პირადად არ მაქვს, ანუ ვერ ხვდები სტილებს, ვერ ხვდები, ანუ ყველა ბავშვი ჩემთვის ძალიან მისაღები და ესეთი, ამიტომ განსხვავებებსაც ვერ ვიმაშვები ხოლმე, იმიტომ რომ ყველა თაობასთან მქონდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა იმ სპეციფიური მათთვის იმისთვის და სულ მგონია რომ ხოლმე არათაობრივი არამედ აი ამ კლასში მოხდა ეს რა, კონკრეტულად ამ სკოლაში, ამ კლასში ესეთი ბავშვები არიან, რომელიც რაღაცა ამით არიან დაინტერესებული, იმ კლასში სხვა რაღაცით არიან დაინტერესებულები. ამიტომ რაღაცა ესე სტილობრივ დიდ განსხვავებებს ვერ ვიზამ. მინუსები უფრო მარტივი დასანახი არის ამ სიტყვაში. მაგრამ ნუ ზოგადად რასაც უყურებ, ერთი თვისება არის ის, რომ შენიშვნაზე რეაგირებენ ძალიან ცუდად. ისინი მინუსებს ვამბობ, ხო? მე მინუსები უფრო მაინტერესებს. შენიშვნაზე რეაგირებენ. კრინჯის და სლეის განხილვა და ქება ბევრი იყო. როგორ არის? საისა ინფორმაციო ველზე. მე სულ მახსენდება ხომ აი ეზოში ჩავდიოდი ხომ აი შეიძლება მეზობელი გამოკიდებოდა მისი მორით და ისე ეგინებინე ხო ისე და მე გადაზე შენც იცინოდი ან არ იცინოდი მე სახში მაგინა იმან მე გეტყვი რატო გაგინა რატო აძვერი მის ხო იმაზე გარაჟზე თუ რაღაცა და
ის რომ შენ შეგეძლო შენიშნო მიიღო ყველასგან ოჯახში მე დიდ ოჯახში ვარ გაზრდილი ხო ბიძა ჩემი დეიდა ჩემი ვისა შეეძლო რომ აი დედასავით ან მამასავით შენიშნო აი ბაბუა ჩემი ბებია ყველა მაგ წრეს შედიოდნენ მეზობლებიც რა უფრო მეზობლის სტუმრებიც სადაძვერით ეხა ჩამოდით და ვიღებდით ამას რა რაღაცნაირად ანუ არც მახსოვს რომ წენოდა როდესმე რა საკუთარ შვილს ვერ ვეუბნები შეცდომას რა. მე მომწონს ეგ რო არიღებენ შენიშვნებს. ხო ისე აღვწერთ განსხვავებებს რა. კი. იმიტომ რომ მე ზავხლა კაი კი არ არის გვაგინებდნენ მეთქი და მოგზდოდნენ და გვეშინოდა ხო ანუ კაი არ იყო. მაგრამ მეორე მხრივ ესეთი სენსიტიურიც არ უნდა იყო რა რომ რაღაცა თქვა და ახლობელმა ანუ იმაზე არ საუბრობ მეზობელ უცხო ადამიანმა საერთოდ შენიშნო იმიტომ რომ მე მივხვდი ეს როდესაც აი ოჯახის შიგნით რა თქვა ბებია ჩემისგან შენიშნა ან მასწავლებლისგან ანუ რა ვიცი ამ მასწავლებელმა რა გონია როგორ უნდა გაგარვითაროს თუ არ გიტყვა რომ ეს იყო ნაკლი რა ხო და ძალიან გზნობელები არიან და მეც გამომიცდი ესე რომ უბრალოდ აი რაღაცა კრიტიკა მივეცი და უცებ ხვდები რომ პიროვნულად შეეხო ადამიანს რა ანუ მე და არა ეს კონკრეტული უნარი თვისება და ასე ანუ შენ კი არა როგორც ასეთი მთლიანობა არამედ ეს შენი რაღაცა გამოვლინება რომელიც სამუშაოა და ყველაფერი გამოსწორდება რა და ძალიან გზნობიერები არიან ეგ ერთი და საინტერესო ის არის რომ მაგ თვალსაზრისით ამ თაობას ჩვენ როგორ თამაშებზე ვართ გაზრდილი ხო აი ნიუანსი არის მაგრამ აი სუპერ მარიოს სიტყვაზე რო თამაშობდნენ კონტრას რა ორი სტალონე და შვერცენეგერი დარბოდნენ მოკლედ რაღაცა სამი სიცოცხლე ქონდა და 1 2 3 და მოკვდებოდა game over დაიწერებოდა და მორჩა და მე უნდა ეს ჯოისტიკი მიგეცა შენ ძმისთვის და ბიზნესისთვის ხო გზელი რიგი იყო და მე მოგიწევდა არა მაგრამ შუქი წავიდოდა რა ამიტომ მაგ სამ სიცოცხლეს ჩაჭიდებული იყავი და განცდა რომ წავაგე ხან ვიღაც გეტყოდა დაგამუნათებდნენ ან როგორ წააგე ან შენც მე ფიქრობდი იქ უნდა ამხტარი ყავი და თავიდან იწყებდი რა ესენი თამაშობენ თამაშებს რომელსაც არ აგებ მირბიხარ აი ეს არის თამაში რა და ამ სირბილში აი გარდამავალ პერიოდში სირბილში შეიძლება ფეხი წამოგედო და ეხა არავინ არ აგებს რა ეგეთი თამაშები აქვს რა საერთოდ რა ამიტომ წენაც არ არის აი ბურთი დახტუნავს ზემოთ ქვემოთ ქულები იწერება რა მორჩა და მე ხა შეიძლება ისე მაგდამო რომ ნიუანსია მაგრამ თამაში ხო რაღაცნაირად ჩვენი საზოგადოების ისიც არის რაღაცა უნარებს გიმითავს რაღაცა თუ თამაშობდით ბავშვობაში კალაშნიკოვებით იმიტომ რომ ის იყო ხო ხო და აქაც ესეთი ისაა აქვს რა თითქოს მიყვებიან დინებას ყველაზე მარტივი შესაძლო იმითი გზით რა რომ არა აქვს განცდილი რას ნიშნავს რომ ენერგია ჩარდე რესურსი ჩადე და უბრალოდ წააგე იმიტომ რომ ხო ეგეთია ცხოვრება კი ხანდახან უნდა წააგო ხოლმე რა და შენ როდესაც აი ეს შეგიძლია რომ უბრალოდ მაგალითად დროის ტარება ხო ეს ამბავიც რა ჩვენი დროის ტარება რთული იყო მოგონებების ამბავი იყო ჩვენ ბოიარდის ციხესიმაგრეს გვიდგავდა დეიდა ჩემი მაგალითად სადაც უნდა აძრაყო ხო ანუ აი უნდა გემუშავა იმისთვის რომ მიიღო პროდუქტი რომელთაც მე სიამოვნებას მიიღებდი რა ანუ აი გოგლი მოგლით დაწყებული რომელიც ხელით უნდა აგვიფიქრე იმიტომ რომ შუქი არ იყო და ეს იყო შოუ რა ბუშტები რო ამოდიოდნენ და შაქარი რო დნებოდა რა და ეხლა გაქვს რომ აი შენ შეგიძლია უბრალოდ თითის ქნევით მიიღო აბსოლუტურად იგივე სიამოვნება ანუ დროს ტარების თვალსაზრისით რომ არაფერი არ ქნა აბსოლუტურად პასიური იყო რა ხო და ეს ყველაფერი ხო აკუმულირდება და იღებ რაღაცა ადამიანის ფსიქოტიპს რომელსაც მე დღეს ვერ აღვწერ რა ანუ არ შემიძლია შეიძლება რა ვიცი 100 წლის მერე ვიღაცამ თქვას რომ აი ეს იყო მომენტი როდესაც აი ეს უნარები წავიდა ადამიანებში თუმცა ეხლა ეს რაც ვილაპარაკეთ შეგვიძლია ვთქვათ რა უნარები არ აქვს განვითარებული ხო ვთქვათ რაღაცა ეს წაგების თუ გახსოვს იმაზეც იყო აი აქციების დროს ძალიან ბევრი ატირებული ახალგაზრდაც ვნახეთ რა რომ აი ჩვენ გამოვედით და რატო არ მოხდა ის რაც მოხდა ხო და ეგ რეალობა ცოტა სხვანაირი არის რა მაგრამ მეორე მხრივ ისაც ახსენე რომ არ იღებენ მაგალითად შენიშვნას და არ იღებენ მორჩილებას რა ეგ არის ზუსტად ის რაც რატომაც იფეთქა რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ჩვენ გინდა არ გინდა უფროსი თაობა საიდან წამოვიდა ჩვენ საიდან წამოვედით რა იყო მთავარი კოდი ჩვენი სამართავის სტაბილურობა და ამათი სტაბილურობა პასუხი არ არის რა ანუ ეს არ არის გადაწყვეტა პრობლემების რა სტაბილურობა. რა მგონი სულ უნდა სკროლონ, ანუ სულ უნდა იცვლებოდეს რაღაცა, რასაც იღებენ, ანუ ესეთ გომა ძალიან მოსაწყენია მე მგონი მათთვის. ანუ თუ რამე არ ხდება, ვერ ხვდებიან რა ესაქმებათ იმ ადგილას. სადაც დინამიკა უნდა იყოს. სადაც გართობა არ არის, ხო? მაგრამ ერთი ნიუანსი კიდე რაც არის, რაც ამ ჯენზიზე ზედმეტი წონის გადატანაზე, რაღაცნაირად ეგეც უნდა ისავქნათ რა, გავიაზროთ რა, რომ როგორ წესი და ისევ ქრისტეს ამ ინდიანა ჯონსში რო არის ხო რომ ქრისტიანულ ტალღაზე დავამთავროთ დღეს ხო ინდიანა ჯონსში რო ეუბნება რომ რომელი თასი არისო მისიო და ის ყველაზე დიდ როლს რო იღებს და სცენარში ხის რო არის რა იმიტომ რომ ის იყო ხო დურგალი და ჩვეულებრივი ადამიანის ოჯახში იყო დაბადებული ეგეც შემთხვევითი არ არის იმიტომ რომ როგორ წესი
ჰობიტები, რომლებიც ყველაზე სუსტი არსებები არიან, ანუ მთელი სასწაულის მუღამი, ეპიკური ნაწარმოების მუღამი არის, რომ გმირები აი ბერძნული სამყაროსგანაც განსხვავებს ქრისტიანული სამყარო. ბერძნულ სამყაროში რაღაც ნახევრად ღმერთი უნდა იყო, რომ შენ რაღაცა შეძლო რა და ქრისტიანულში შენ ახარ, აი ნებისმიერი ადამიანი ხარ, შენი რესურსებით, რომელიც რაღაც საკეთებ და ცვლილება შეგაქვს სამყაროში რა. ხო და ამიტომ ამ ნაწარმოებებში სულ ყველაზე სუსტი არის ხოლმე, ანუ გმირების სამყაროში, არაგორნის და სხვების და ლეგოლასის და სხვების სამყაროში, ფროდო, რომელიც არის აბსოლუტურად ყველაზე ნაკლებად პერსონაჟი საგმირო, ის იკისრებს და ის აკეთებს რაღაცას, ხო? ამიტომ ჩვენს უკრაინა მაგალითად რა, აი მაგ დიდ ეპიკურ ამბავში უკრაინა აღმოჩნდა, ის რომელიც არ ითვლებოდა ყველაზე ძლიერ მოთამაშედ იმას, ხო, პოლიტიკაში. და ჩვენთანაც უცებ ჯენზის გაკვირვება ეგ იყო, იმიტომ რომ ხალხი გამოვიდა ვეტერანი 12 წლიანი გამოცდილებით აქციებზე დგომი და 100 წლიანი გამოცდილებით და უცებ გვერდზე ჩაირბინეს, ანუ ეგ ჩემთვის დაუვიწყარი ამბავი ახლა აქ აქციებზე იყო ეგ, როდესაც ესე ვდგევარ, რა ცეცხლი არის დანთებული რუსთაველზე და უცებ აი ჩამირიხინა ნაგვისყუთების დიდმა კოლონამ და გავდი ვიღაც ორი ბავშვი აწვება ამას ისე რომ არც მე მაგდებს, არავის არ აგდებს გარშემო, არ უწევს ანგარიშს და შენ სანამ გეგმავთ. სხვათა შორის ერთი მომენტი იყო ესე უცებ გაბაზდა რომ თაბუკაშვილზე არისო სპეცრაზმიო მობილიზებული რომ ღამის 3 საათია და თაბუკაშვილზე და მე ვიწყებ იმას რა გეოგრაფიის თაბუკაშვილზე არიან ესე იგი იმელთან ვდგევარ მე და აი სანამ მართლა ეგ ფორმულები დაფრინავენ ხო ის გეომეტრიული აქედან ეს და აბა იქ და უცებ არსაიდან ეს ჭიანჭველები პატარა ბავშვები ერთმა რაღაცა მოხსნა მეორემ ნაგვისყუთი მოიტანა მე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ მართლა სენსორულად გრძნობდნენ რომ ეს იყო გასაკეთებელი ქუჩა იყო დასაბლოკი რა ხო და აი სანამ ჩვენ ვფიქრობთ ეგენი აკეთებენ რა და ეგ ძალიან კარგი არის ამიტომ იმედიანად საინტერესოა მე ამას რაღაც წავიკითხე რომ მე როგორც ამაყი მილენიალი ამ სამყაროშიო ერთადერთი ზრდასრული ხალხი რომელსაც პასუხისმგებლობის მთელი სიმწაფრით აღება მოუწიათო მილენიალები არიან იმიტომ რომ ვიღაცები უკვე დიდები არიან და ვიღაცები პატარაო და გავაგრძელე ჩემ თავზე ფიქრი ჯენზის აღთავადების პარალელურად. მაგრამ ხო საინტერესოა მოკლედ რას მოგვიტანს ახალი ხალხიც და ხვალინდელი დღეებიც. მადლობა ლევან ჩვენთან ყოფნისთვის. ესე იგი დავამთავრებ ამ შესანიშნავ ეპიზოდს. მადლობა მოწვევისთვის. ხო, კმაყოფილები ვარ ჩვენ 21:50-ს უყურებდით. მე ვარ ნასტასია არაბული, რადიო თავისუფლების YouTube არხი გამოიწერეთ აუცილებლად და ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო კვირაში.